მოგესალმებით, მეგობრებო, ულამაზესი კაცი გიორგი მახარაშვილი და მისი თანაწამყვანი ბრელოკი გიორგი კალატოზი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია მებრძოლი სტუდენტი მარიამ სუხიდაშვილი. ხო, სწორედ. რატომ ახსოვს შენი გვარი, ჩემი დამრიგებელი იყო სუხიდაშვილი. იცით რატო იყო თქვენი დამრიგებელი სუხიდაშვილი? თქვენი სოფლიდან ვარ, მე მგონი. კარალეთიდან. მე სოფლიდან არა ვარ. არ ვიცი, მახსოვს რომ სადღაც ახსოვს. რა მოულოდნელი ფლექსი იყო. მე მოუხაზა ეგრე. არ გეტყობა სხვათა შორის, გიორგი. არა, ხო, ბაზარი არა, კარალეთიდან ბებია ჩემი, კარალეთიდან ჩემი ბებია. და ბაბუა პაპა იგორიდანა ჩვეულებრივად. ხო და მარინა სუხიტაშვილი იყო ჩემი დამრიგებელი და შეკარაჩია ცხოვრობ. ანუ მე კარალეთში არ დავბადებულვარ და ერთხელ ვარ ნამყოფი დიდი ბების გასვენებაში, მაგრამ მამაჩემი მაქედან არის. ფესვები კარალეთში. შენ სად დაიბადე? მე როგორ? სად დაიბადე? თბილისში. არა, ეგ ჩვენ ყოველთვის დავიბადეთ. მაგ დღეს ყველა ვიყავით, მაგრამ გოში აგზავნული იყო მშობიარობა. ეხა დაახლოებით პრემიერას უყურებს ალბათ 1500 ადამიანი და ყველას აინტერესებს ვინ არის მარიამი და რატო არის ჩვენთან სტუდიაში. მარიამი არის ხო რა ხსნილი კალა. არა. თუ გაკინიფო. მე მაქვს ვერ იმასკენ ვერ მოვიძი. მარიამი არის ადამიანი, რომელმაც დაიწყო ბრძოლა დაფინანსების მოსაპოვებლად, იმიტომ რომ წასულიყო კემბრიჯში, ხო? კი ბატონო. კემბრიჯში, სადაც მე უკვე ნამყოფი ვარ და რო გითხრათ რომ გადავირიე მეთქი არა, მაგრამ ჯობია თავის თვალით ნახოთ. კემბრიჯში სწავლის მოპოვებული გაქვს სწავლის უფლება და ფინანსები გაკლია, ხო? კი, ჩავირიცხე და ჩაირიცხა და სანამ გამორიცხეს ფინანსები გჭირდება. ეხლა აქ თითქმის უნდა ვიჯდეთ ეს 1 საათი და ვიწუწუნოთ. კი. რაც შენ პრინციპში რას წაკეთებ თელი კარიერა, ეხლა თუ წაკეთებ. ეხლა დღეს მარიამისთვის ვიცუცუნებ მე. რა ხდება მამაცამი? კომპანიები სადახართ რაღაცა ამ კარგ საქმეში ხა. გავიგეთ რომ განათლება არ ფასდება ამ ქვეყანაში, მაგრამ სხვა ქვეყანაში მეც დააფასა. მაგრამ ეს რო წავალ რო აღარ ჩამოვიდეს შეიძლება მაგიშიშია. არა, ჩამოვალ აუცილებლად. რაზე უნდა ისწავლო? ფილოსოფიაზე. კი რა. ქართულ აკადემიურ სივრცეს გავამდიდრებ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნაშრომები. ეგ რაღაცა, ის სამუშაო თორემ წახვიდა ამერიკაში და მიზეს რო ეძებ რა. ფილოსოფია ეგეთი არის რა. ბიჭო, არ ვიცი რა, ფილოსოფია ბევრნაირია. მე ეს მახსენდება ფილოსოფიაზე, არ ვიცი რატო. კონკრეტულ მიმართულებას გეტყვით. ეს არის პოლიტიკური იდეების ისტორია. ამედია გამოუშვი. აღონდ აი როგორი რაღაც არის იცით, რაღაც ძალიან პრაქტიკული პოლიტიკა კი არ არის, რაღაც რეფორმას დაიდებ და გაანალიზებ და მე რაღაც პარტიაში შეხვალ და იქ რაღაცებს გაკეთებ. არა. ეს არის ცოტა სხვანაირი რაღაც, რომ ადრე რა იდეებიც იყო ფილოსოფიაში, როგორ ხდება ამ იდეების გადმოთარგმნა თანამედროვეობაში და გეხმარება რომ უფრო სიღრმისეულად გაანალიზო რა ხდება დღეს. ეს კარალეთიდან მოგაფიქრდა. როგორ მოიპოვე მან სწავლის უფლება? მოგიფიქრე როგორ მიხვედი მაგამდე. აი მე ხო მითხეს რა უნდა ისწავლო გიორგი? რამე ტექნიკაა. მივედი. აი შენ მანდამდე როგორ მიხვედი რა? ეხა გეტყვით, ანუ თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მაშინ მიხვიდოდი. ანასტასიის მამისა არ არის. ერთ-ერთი საგანი მქონდა ფილოსოფია და მე მქონდა იდეების ისტორიის საგანი, რომელიც ფაქტობრივად ასევე ფილოსოფიაა. მე არ დაგაკმაყოფილა აქაურმა წოდრამ გაღრმება მოგინდა? სხვათა შორის ძალიან კარგად მასწავლეს. ხო, ვიცი რომ კარგად სასწავლია. რატომაც არა. სხვაგან მინდა რომ უფრო. და აი როგორ ხდება ეგ აი სხვა ადამიანებსაც თუ თქვა დაინტერესდებიან, როგორ შეიძლება მოხვდნენ ეგეთ უნივერსიტეტში? ხო, ანუ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ და ჩამოყალიბდნენ, რომ საზღვარგარეთ სწავლა უნდათ. ძალიან დაბალ ასაკშივე რა, აი 14-15 წლიდან უკვე გაანალიზებული მქონდა რა. 24-ის. ხო.
10 წლის წინ დაახლოებით გაანალიზებული მქონდა საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი და ისიც ვიცოდი რომ მჭირდებოდა დამატებითი გამოცდილება აღვანთ მარტო უნივერსიტეტში რა გამოცდილებას და ცოდნას იღებ ეგ არის დროს არ არის საკმარისი საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისთვის და დავიწყე სხვადასხვა პროგრამებში პროექტებში ჩართვა მიუხედავად დროის სიმცირისა და ეს ბექგრაუნდი რომ რაც შეიძლება გაგიმრავალფეროვნდება უკვე უფრო მეტი გზა გეხსნება რა უფრო მეტად იგროვებ ასე ვთქვათ გამოცდილებას და უფრო მეტად საინტერესო ხდები სხვადასხვა უნივერსიტეტებისთვის და აი მაგალითად გაცვლით პროგრამაზე ვარ 5 გაცვლით პროგრამაზე ნამყოფი და იგიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო რაღაც 5 გაცვლით პროგრამაზე მოკლევადიანი გაცვლით პროგრამაზე არა 2-3 კვირიანი გაცვლით მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ხა ძალიან საინტერესო საქმეებს ვაკეთებ ანუ გამოცდილება გააქვს შენ უცხოეთში დიჟენის კი ადაპტაციას მარტივად შეიძლება რა შეკითხვა აქვს როგორ მოხდა რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ქართველი სტუდენტი და საქართველოში არ არსებობს რაღაცა პროგრამა არ ვიცი რომელიც ამას დააფინანსებს რომელიც ამას ხო დააფინანსებს ბევრი ხო არის მაგრამ მე ყველა იქ ჩაირიცხება არ ვერ ჩაირიცხება რას ვერ ჩაირიცხება რთულია ძალიან ხო აი მაგასაც ვიტყვი კიდე აი ჩემი აზრით ძალიან დიდწილად განაპირობა ჩემო საბაკალავრომ რა ნაშრომიც მქონდა დაწერილი იმიტომ რომ აი ძალიან დიდი შრომა უნდა და ძალიან ეს ზედაპირულად უყურებენ ხოლმე და იგი ჩავაც იქნება რომ ძალიან დიდი ყურადღება დაუთმან საბაკალავროს და მეტი პრაქტიკული ელემენტები შეიტანონ მე მაგალითად ეთნოგრაფიული კვლევა გავაკეთე და დაახლოებით 1 კვირა ვცხოვრობდი ითხვისში რასაც მიუძღვნა. ვიში? ჭიათურაში? ჭიათურაში, ხო, ჭიათურაზე გავაკეთე. და ითხვისი ვიცი კი. ეგ იმერელი არის. ხო. ჭიათურაში, შუქრუთში ვისვენებდით. თუ დასვენება ერქვა მაგას ვაკეთებთ ხოლმე და ითხვისიც დენი რომ მიდიოდა, აბა გახედე ითხვისში, მაქედან ვიცი ითხვისი. მე რა მაინტერესებს, იცი რომ. მოიცა რა სეფუძნებოდა ეს კლუბ, რაზე იყო? და მაინტერესა ითქვის რაღაც იმე რო ხაჭაპურზე. ცოტა პოლიტიკურად სენსიტიური თემა არის და შემიძლია რომ ითხვისში პოლიტიკა არსებობს? დაირო არ არსებობს. ითხვისელი პოლიტიკოსი. სამი ითხვისელი პოლიტიკოსი შენ საყვარელი რო გითხრა. არ ვიცი თუ შემიძლია ვთქვა. თქვი და ამოუჭრით. თუ რამე იქნება ამოუჭრით რავი. კი ბატონო, მოკლედ ჯორჯ ორუელი თუ გაგიგიათ, ეს წერალი 1984 დაწერა. ორეული, מחარ, აი ეს ზეწარი და ის როა, ხო იცი? ბალიშზე რო ეძახიან. სამეულია დებილა. არა, ზეწარი და ბალიში ორეულია. ზეწარი და ბალიში არის სამეულია, მე? ხო. ორუელმა თავის ნაწარმოებში ახსენა ესეთი სიტყვა, ორმაგი აზროვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანს კონდეს ორი სრულად ურთიერთგამომრიცხავი აზრი გონებაში და ორივესი გულწრფელ წამდეს და ეს ახასიათებს ტოტალიტარულ რეჟიმებს. ხო და რაღაც წინარე პროექტი მქონდა გასაკეთებელი ითხვისში და რო ჩავედი ძალიან შეიმჩნეოდა რა ეს აბსურდულობა რაღაც თან ერთი რაღაც ისჯეროდა თან მეორე რაღაც ისჯეროდა და გადავწყვიტე რომ უფრო სიღრმისეულად მეკვლია და დამეკავშირებინა ამ ორმაგი აზროვნების კონცეფციასთან რა და ეს ცალსახად პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციასთან და რა მოქმედების მაგალითად და ეგ შევისწავლე ძალიან სიღრმისეულად დაკვირვების პროცესში ვიყავი მუდმივად და ეს რაღაც ძალიან დეტალები პატერნები შევისწავლე დავაკავშირე მოკლედ და ძალიან სიღრმისეული და კარგი კვლევა გამოვიდა და რატომ ითხვისი? ხო, აი მაგას ვამბობ რომ მანამდე მქონდა რაღაც გორში აწყვეტი. ხო, მაგას ვამბობ რომ რაღაც გორში ორმაგ აზროვნებას არ ბევრად მეც შეხვდებოდი. თორე מחარას რო უყურებ მე. ერთი 10 აზრი მაინც აქ ხა თავში და ყველაც იჯერა. კორელებო მობილიზდით დამჭირდებით 15 წუთში. რაღაც კომენტარებისთვის. ეხა რამდენია საჭირო რომ იქ ჩახვიდე? დარჩენილი მაქვს 43000 ფუნტ სტერლინგი, რაც არის დაახლოებით 140. מחარა დღეს ახალ სიტყვებს იგებს. რა ვალუტაა ეგ? მე ვიცი დოლარი. არა, ფუნტი არა. ფუნტი კიდევ უფრო ხო იცი, უფრო მყარი არის. სამი და რაღაცა. ო, ეგ არის. იქ ვიცი გამიგიოს, არა, ფუნტ სტერლინგებში ვიხდი სერვერის განსახილება. ის არის, რამდენი გაქვს? დაფლექსა მაინც. აი ხა მაქვს 10000-მდე დაახლოებით. ფუნტი? სოდი. ქეშადარი? მაგიტომ მალჩანტა. როგორ გზნობთ აი ფუნტი სტერლინგი რა ის არ არის რა დოლარი გიდევს არა ფუნტი სტერლინგი რას მიგიღწევია რომ კითხო შეიძლება ეგ უთხრა რომ 10000 ფუნტი სტერლინგი მოიცა ეხა კომპანიების შავი სია გაქვს შენ რომელიც ვერ დაგაფინანსებს? კი ძალიან დიდი 150 კომპანია რომელიც არ მაფინანსებს. რატო? ვერ ანუ არ აფინანსებენ.
თუ არა მოიც შეიძლება მიწერე შენ და უარი გითხრა ეს კი კომუნიკაციები და ისინი და მომეც ტელეფონში ჩამოწერილი აქვს ეგ კომპანიები გითხარი ჩვენ მართლა არა ეხა გაქვს ეხა შეგიძლია რომ ანახო ეს ჩამოწერილი ესე ლეპტოპში ჩამოვთვლი რომელია ყველაზე ცნობილი კომპანია ვინც უარი გითხრა ეს მართლა თქვა თუ ჩვენი სპონსორი არის რომელიმე არა მართლა ვთქვი ვინც აწובה რომ სწავლა კარგია და რაღაცები და უცებ შეიძლება ეგეც იყო თეგეტა თეგეტა რომელმაც მითხრა რომ მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს ვაფინანსებთ და მე დაგეწყო მუშაობა ხოდა აი ნორმალია ზრუნდება ეგ ცოტა ვერ მივხვდი იმიტომ რომ როგორც განათლების მხარდამჭერად თუ პოზიციონირდები რანაირად არა რა არის იმან შეიძლება decision maker-ები ვინც არიან იქამდე არ მისულა შეიძლება შეიკრიბნენ და კონსილმა this is not mine ხომ არა შეიძლება აი რაც თითოეულ ადამიანის გაწყვეტილება მაგრამ თვითონ კომპანიამ რო გაიგოს აი head office-მა შეიძლება თქვა მე არ მინდა რომ დავიჯერო არა გიორგი კაი დავიჯერო რომ ამაზე ამდენმა კომპანიამ უმარი გითხრა იმიტომ რომ თეგეტაში იმდენი კარგი მესმის ეხა პრაგმატულად ვიღაცები შეიძლება უყურებდნენ და მე ხრა რატომ უნდა დააფინანსო და შეიძლება მოიშორეს მაგრამ არ იცოდნენ აქამდე თუ მივიდოდა რომ ჩვენ ვიჯდებოდით და დავიწყდით კომპანიის განხილვას რომ აი მე ვიძახი რომ ოაზისი რო არის ყობახა მაგითო წამოვიდა შეჩემ ყობახა მაგითო წამოვიდა ეგ რო გაუგია ყობახო თეგეტაში მე იმ დროს საბურავს ეს წუთი აშწოლს მეთქი ვინ ყავთ დაფინანსებული მაგრამ არაო და ანუ აღარ გამოცვალ საბურავი ეგ უსაბურავთ ეს ამ ხოვული მქონდა და ეგრე მოვდიო და მე იმას ოაზისი თუ დაასპონსორებს მე საერთოდ ყვას აღარ ამოვიღებ მათზე იმ დროს გაუხსნიათ სეზონი Dreamland Oasis სეზონი გახსნეს და ძალიან ისეთი ნაღები საზოგადოება არა მოდი ეხლა ნეგატივზე ნუ კონცენტრირდებით იმიტომ რომ განხილვა კომპანიების ვიღაცა შეიძლება ახლა არ აქვს საშუალება არა არ აქვს ვაიმე ანუ თეგეტას არ აქვს საშუალება პროსტა პასუხი არის რაღაც შენ რაიც იქნა ვიღაც ხებს ეხმარები ანუ რას გეუბნები იცი შეიძლება აქვთ რაღაც პროექტები სადაც იქ აქვთ გავშებული ხა ნუ ჩავაჭერთ რა შეიძლება მე გამოვიდეს ისე რომ ბევრ კარგ რამეს აკეთებენ და ჩვენ აქედან აი რატო არ აკეთებ და არ არის სწორი მაგრამ ეს გადავდოთ გვერდზე ნეგატივი და აგერ არის საშუალება დრო გვაქვს ოღონდ ცოტა ხო როგორც ვიცი ხო მეორე შანსი მივცეთ თეგეტას მოიჭა შეჭება დავიჭერეთ კომპანია ერთ ყვერებით მაცად რამდენი გვაქვს დრო რამდენი გვაქვს ერთი წამ გავიკო ეხა გეტყვით იდეაში უნდა მქონდა ივნისის ბოლომდე რაღაც დოკუმენტია რომელსაც ხელი უნდა ეს რომ მე ფული მოგვიტეხ ეს არის წელიწადი ხო რას ამბობდი ერთი წამ ვკითხე რაღაცა ბიჭო ადამიანი პოდკასტებში სიარულს არ არის ეგრე მიჩვეული რომ מחარა რო უშრის ხელს თან პირველად არის და კამერას ამისთვის თეგეტაზე მაქვს ორი არ გაანებე თეგეტას თავი ჯერ გავიოთ ინფორმაცია დრო როდემდე არის ანუ ვიზის ამბავია ხა რაც ხალხს მიშლის რა ვიზის მოთხოვნებით მე მჭირდება რომ სრული თანხა როგორც სწავლის ასევე იქ ცხოვრების სრული ხარჯები 28 დღის განმავლობაში იყოს ბარათზე იდოს და მხოლოდ ამის შემდეგ როგორ ერთი თვე ხა 28 თუ გავიდა რაღაც დღეები ანუ არ მაქვს ჯერ ფული და არა სწავლა იწყება სექტემბერში מחარ და ოქტომბრის პირველში ნო როდამდე უნდა მაყუთი როდამდე უნდა შევაგრო ხო და აი მაგას ვამბობ ალბათ აგვისტოს დასაწყისისთვის უკვე სრულად უნდა მქონდეს. ეხლა რაცია? ივლისია. მე მჯერა რა. აი ეფიცები რა. არ ვიცი, მაგრამ თეგეტას დაგირეკავს. აი დედას გეფცევი თუ არ მჯერა. ძალიან ამოვიჩემთ, ბევრი სხვა კომპანიაც არის სხვა. ხო, ჩამოთვალე მეს კი რა. არა, დარწმუნებული ვარ. თეგეტა ეთყობა არ მივიდა ვიღაცების ყურამდე, თორე თეგეტა ბევრ რაღაც საკეთებს არ გავატრაკოთ, ბევრ რაღაც კარგს საკეთებს და დარწმუნებული ვარ რაღაც ნაწილს თეგეტას ვაფშე შენი ანგარიშნობელი გამოაჩინე არა ქისა დონაციები გავაკეთოთ ქისას ბევრი პროცენტი მიაქვს დაველაპარაკოთ რომ არ წაიღოს მე ვიცნობ რომ მე დაურეკე მე დაურეკოთ ეხლა რატო რეკავ გადადებული საქმის დედა ბიჭო პოდკასტის დროს რა ვიცი ახლა აი ეს მე თიძეთი გააქვს შექმნილი ქისა თუ ჯერ კი ანუ შენი ქისა გაქვს გასაგებია სანამ ახარა იპოვის კურს იმის ნომერს ქისაჯის
თავისუფალ სალამი bro რა მაინტერესებს ეხა ვარ პოდკასტში და ეს ერთი ადამიანი მარიამ ცუხიტაშვილი სტუდენტი რომელიც აგროვებს ფულს კემბრიჯში ჩაირიცხა და იქ სწავლისთვის ხო და ჩვენ მეხმარებით თამაში პოდკასტია სწორად და რაღაც კამპანიას ვაგორებ და ქისაჯი ჯერ არ გაუკეთებია უნდა რომ გააკეთოს და შენ შეგიძლია მაგ მხარეს რომ დაგვეხმარო რომ შენი მხრიდან იყოს რაღაც პროცენტის დაწევა რომ ამას ფული ჩაირიცხება რაღაცა უფრო მეტი აიღოს და უფრო მეტი დარჩეს რა არაფერი ჩისტა კამპანიაა просто შენი პასუხი მაინტერესებს დაველოდოთ მახარ შენ უნივერსიტეტში რამდენი მქონდა GPA? რა? ვაუ! აჩი. რა GPA? დედასო ვიჯო ყველაფერს რა GPA. რამდენი ხო არ გახსოვს? 4 არის მაქსიმუმი. არა, 4 არ მქონდა, ძალიან ბევრი მქონდა შეჩევა. არა. აჩი, ყველა უნივერსიტეტში არ არის ეგ GPA სისტემა. 120 იყო ხოლმე ჩვენთან და დაახლოებით 120-ვე მქონდა. 120 წნევა. რო წავდით? ჩვენთან იყო ხოლმე 120, იმიტომ ათობით აღნიშნა, ეს ათობით სკოლაზე არ გეკითხება, ხო იცი, ან უნივერსიტეტზე გეკითხება. რა, მართლა გეუბნები, 120 იყო ხოლმე მაქსიმუმი და 120 მქონდა, იმიტომ რომ დეკანთან მეგობრობდი და თვითმართველობაში ვიღაცა თუ ხელი გაარტყი. აა ჩუმდი, თვითმართველობაში ვიყავი ხოლმე. კაი, მარიამს კითხე, აბა GPA რამდენი მქონდა? 3.62 არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ თავისუფალისთვის ძალიან კარგი რამეა. რა ყველაზე მაღალ GPA-ის რამდენი თაკლი? კურსზე ყველაზე მაღალი GPA იყო 3.64. ინდოელს მქონდა ვინმე ეს? არა. ქართველი იყო? სულ აბა რა გინდა. ჩემთან არ იყო GPA. შენ რომელ უნივერსიტეტში? სეუ. არ იყო GPA? აბა რა როგორ ხდებოდა? ქულები იყო რა. ქულ საბოლოო ჯამში 51 ქულას უნდა. ჩვენ აროლები ვიცოდით ხოლმე. ნიშნებს რა. ამის ეს შავის სქემები აღარ შემიძლია იმე. ჩვენ პაროლები ვიცოდით ხოლმე. დეკანი გადავაგდე ფანჯრიდან და ეს აკიდე რა ქვია. წინასწარ გებულობდი ხოლმე, ტეხავდი იმებს. არა, პაროლი ვიცოდით ხოლმე, ამ ლექტორებს ეყიათ ხოლმე 1 2 3 4 და ეგეც პაროლები და რო შევდიოდი ხოლმე შედიოდა. და ბოლო დღეს ცვლით ხოლმე, იმიტომ რომ მე რო შედიოდნენ ამ ქულებში, ცვლიდნენ, მიხვდებოდნენ ხოლმე, რომ სხვა ქულები ეწერა და ბოლო დღეს მე იკეტებოდა. და ღამისას შევკეტავდით ხოლმე, всё, ათებით ვამთავრებდით ხოლმე, მართლა. ძალიან მიხარ რომ განათლების ხარდამჭერა დარჩი მაინც აი ამ შავი ცხოვრების მერე რომ აი ესე გვერდში უდგახარ ძალიან მიხარია მე როგორ გითხრა გიორგი მე ვიპოვე ცხოვრების აზრი სადაც არის და მე ვთვლი რომ ეს არ იყო მანქანის კაპოტში მანქანის კაპოტში ცხოვრების განათლებაში არ არის რა ჩემ შემთხვევაში ყველაფერი განათლებაა ახლა შენ მანქანას რო აკეთებ ეგეც განათლებაა ყველაფერი საჭმელი ნებისმიერ მიზანს სხვა მიზანს ჩემთვის ცხოვრების არსი განათლებაში შეიძლება მარიამისთვის იყოს მიზანი რა თავარია რომ ადამიანს ქონდეს მიზანი რომ ეს სწრაფო არ დაკარგოს რა არის ცხოვრების მთავარი არსი შენთვის შენთვის მეორე სართული დავადგა იმ დედამო ახსა რა მე შევცვლი ხო ეხა გავიღე რა იმიტომ მე მეც მინდა გაფართოება სახლის ოპა გაგიფართოვეთ იმიტომ რომ აი ეს არ აქვს საძინებლები მაკლია რა და უნდა გავაკეთო საძინებლები გაკლია საძინებლები ხო ყველა ჩვენ პრობლემა გვაქვს მოკლედ ზევით აპირებ ვერეტებიან ისინი 7 კაცს ვეღარ აძინებ კალა ზევით აპირებ წასვლას თუ განში რა ზევით ზევით განში ისაც მივდივარ მეორე საერთოდ მე როდის გეუბნევდი ესე თulen ბეეტაჟი ფული არ მქონდა მაშინ ისე დაგესხა შეჭიმა კომპანიამაც არ დამასპონსორეს მაგრამ იმედია მარიამს დაასპონსორებს ჩემი ბალახი ნახე კი, სტორი რო გედო. მე რა შემიძლია საკომისიოს მოუხსნე ჩვენსაც. აჰა, ეს უკვე დადეს არის. მე რა შემიძლია პირადად ორშაბათობაში შემიძლია გავაკეთო დღის დონაციები და საკმაოდ ბევრი ფული გროვდება ხოლმე საერთოდ. როგორც იქნა მიხვდავ ჯიბეში აჩაიდოს ის ფული და ახს მოახმაროს. ხო, და დანარჩენი ეხა ცოტა კომპანიებიც იმედია შეგვეხიდებიან და რაღაცა გამოვა, იმიტომ რომ და სხვათა შორის ბევრი მაქვს შესათავაზებელი კომპანიებისთვის. არა, შენ უნდა იფიქროს სწავლაზე. სხვა არაფერი არ შესთავაზო, იმიტომ რომ მაგაზე ტვინი. რას თავაზობდი, რომ ურეკავდი ხოლმე რას ეუბნებოდი? აი, ნახეთ, მე ხა მუშაობ კლუბ კომპანიაში. მითხარ, აბარითიც დარეგისტრირებული ხარ რაღაცა. 01 აა, ჩაწერე. რა? აი ეს ლოჯისტიკურ საქმეებს და პოდკასტის თუ საგვარებ, ეგ მიყვარს რა. უცებ შეჩემა რა. ხელი მომიწეროთ აქ მინდა მოწერენ. ვა, ქისაჯიმ დაგვასაფორტა, ეგ ძალიან. ძალიან დიდი მადლობა ქისაჯის. ლუკა კაი ბიჭია. რაღაც სამბობდი.
ხო. რა შესათავაზებელია, რა უნდა შესაძლებელი? კვლევით კომპანიაში ვმუშაობ, ეხლა და ვარ სოციალური და ბიზნეს კვლევების ანალიტიკოსი. თვითონ მიკროფონში არ უთქვამს არაფერი სიტყვაში. ბიჭო, ამ თავარია მარიამის ხმა უნდა იყოს. ხო. ხა და ანუ ვაკეთებ კვლევებს ბიზნესებისთვის ამ ეტაპზე და აუ, შეგიძლია კვლევებზე ხელი აიხარო, იმიტომ რომ ძალიან თავს გავიდა რა და უცებ დაუმთავრ ამ არა, შენ ის სიტყვის მარაგი ისეთი გაქვს, რომ შეურაცხყოფის გარეშეც დარწმუნებულად ჩემი დამცირება შეგიძლია, ამიტომ გისმენ. აუ, რაღაცია. არა, ვერა, შემიძლია, აი. ვერა, ხორხიდან მოდის, აი შენი გისმენთ მაგიამ. ჩემ გამო თავი არ შეიზღოთ, არ ვიცი. არა, პატივი ვცეთ ადამიანს. ძალიან გთხოვე. მოიცეთ რაღაცებს ბოჟიალობთ. თეკეტა გავიგე, კიდე კომპანიები ჩამოთვალე. არა, რას თავაზობდიო, ეგ მაგას ამბობდა და სამჯერ გააწყვეტინა ვიღაცამ. ვიღაცა იმან. კაი, რას თავაზობდი? ხო, კვლევით კომპანიაში ვმუშაობ და ვაკეთებ კვლევებს ბიზნესებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება რაღაც სამომხმარებლო კვლევები, რაღაც ბაზრის ანალიზი, ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულებით და განსაკუთრებით კარგი გამოცდილება მაქვს სამშენებლო კომპანიებთან, ბევრი და დიდი პროექტი მიკეთებია და შემიძლია ესეთ რაღაც შევთავაზო, რომ ყოველ 4 თვეში ერთხელ გავუკეთებ სრული ბაზრის ანალიზს, ოღონდ მეორად მონაცემებზე დაფუძნებით. და სრულ რეპორტს ვუგზავნი ყოველ 4 თვეში ერთხელ, სანამ არ ამოიღებენ ჩადებულ თანხას, თუ გინდათ მთელი 1 წელი დავწერა ამ რეპორტებს, არ ვიცი. არა ხო, მაგასაც თავაზობ. რაღაცა წილს მაინც გამოვა რა. ვისაც მჯერა ეხა კომპანიის ალფას. როგორიც ვნახე გუში ოფენერზე. კი, და აი ჩემი გაი, მეთქი ფარდები მაქვს მოსატანი მეთქი ისე. აი ალფას სახს მივმართავ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ იმის თავში ამ წამს იხარშება, რომ კაი, ხო. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ხალხი იყო ალფა სახლი, რომელმაც უფლება მოგვცა, რომ სახლი გაგვეთამაშებინა. ხო, არა, ჯიგრები არიან კაცო. ხო და მე მგონია, რომ რაღაცა ნაწილი აი просто დაგვირეკავს და გვეტყვის, რომ არ იქნება პრობლემა რა. ორ საბათობაში 200 ლარს შევაგროვებ, თუ შეჭება და საქმის გაკეთებას მე არ მაწდის, ბიჭო. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ჯამში არის დიდი თანხა შესაძლებელი, მაგრამ ცოტა რაც ყველ დაფარვას არავინ არ აკითხოთ, კაცო. თითო აგური უკვე იზავს. წიო. ერთ რაღაცას ვიტყვი ვაფშე რითი დაიწყო ეს ამბავი რა. მარიამა და მირეკა დაახლოებით 1 თვის წინ, ხო? 3 კვირის წინ დაახლოებით. სანამ ბარსელონაში წავიდოდი და ესეთი ამბავი არის, კემბრიჯში ჩავირიცხე, ხო ვცდილობ ყველას ვეხმიანები, რომ რაღაც თანხები მოვიძიო და ძალიან მოტივირებული იყო და ძალიან ისე სანამ ბარსელონაში წავიდოდი, მაგ ფულს მე მარიამს მივცემ. ძალიან ანთებული იყო მოკლედ. აი, ერთ წამ დავუმთავრე. აი, აჩი დაიცავი ხა ეს ესეც. არა, დავუმთავრებ რა. ძალიან ანთებული იყო და რაღაცა ძალიან მოვიდა ეს ენერგეტიკა რა. და შევთანხმდით ეს რაღაცაზე რომ ვილაპარაკეთ და ვთქვით რომ აი საეჭოში კომპანიას თუ მოიყვანს ვინმეს თუ დაითანხმებს ჩვენ თანხას არ გამოვართმევთ ამ კომპანიას და ის თანხა მთლიანად აიღოს. მაგრამ თქვენთან სპონსორობა ყველას კიდია. არავის აღარ უნდა მახარასთან ასოცირება და მესმის იმ კომპანიების ვინც უარი განაცხადა მართლა მესმის. ვიღაცეები დაითანხმა როგორც ვიცი მოლაპარაკებაა ყოველ შემთხვევაში დაითანხმა რა. ამის მერე ბარსელონაში ვიყავი და რო ჩამოვედი რა დაახლოებით 10-12 2 კვირა იყო გასული დამირეკა და ხმაში მოკლედ ვიგრძენი ბევრად ჩამქრალი ნაკლები мотиваცია და ემოცია იმასთან შედარებით რაც 2 კვირის წინ იყო. ეთყობა ბევრი უარი მიიღო, ბევრი უპასუხო მიწერილი იყო, ბევრი უპასუხო ზარი იყო, ბევრი მოლოდინი იყო. ხატრულად როგორ შეალამაზა? შენსავით კი არა. შენც მაგარი ხა სოროქტიში ფუნტი ხა ეგრე ხო არ ჩამოვარდებოდა. ძალიან რაღაცნაირად. რა გეკონდა რა ეს კი წაიღეთ. ყველას ეჭუბება. არა, ეგონა რა, ეხა სიკეთისა ყოველთვის ჯერა. რამდენს უნდა ეხა სწავლა და რამდენს მიეცა ესეთ ჩას. შეკოსა მიმართვა აჩის დაურეკე. ხო. გაგიმართლა. აჩისო დაურეკე 8 იყო, არფაზე უკრავდა მაგ დროს აი მაინტერესს. ეს ხმა თუ გაიგე 3-4 სანგები თუ იყო, რომ აჩი არის. 4 სანგები მართლა იყო, ისე კარგად მელაპარაკა და აჩი არის, აი რა ვიცი, ოქრო ადამიანი და ანუ აი მართლა ჯობია რომ მოხდი პირველივე. აჩი ბანერები ხო არ გავაკეთოთ ის. პეტერ კოლსონი რო არის, აჩის დაურეკეთ. თქვენი ნომრის პოვნას ვცდილობდი. ჩემო პატარა ძმამ 14 წლის ჩემო პატარა ძმა მითხრა მე მაქვს. მისი ნომერი ქონდა. არ ვიცი, ვიღაცასთან დავარაკე და ველაპარაკებოდი და მთელი ის რო გავაცანი მე მითხრა რომ ეგ מחარა არ ვარო. ვაუ.
ამ מחარას სამწამშივე გაიგებდით. ეტო მირეკა. აი კაცო. ვინმე მოგცეთ ნომერი და всё. მე ყოველთვის როცა ვანებენ מחარას ნომერი მომეცია. აჩის ხომ დაურეკავდით? ყველას ვეუბნებ, იმიტომ რომ מחარას რო დაურეკავ, ან ტრაქტორის ხმა ისმის, ან მანქანამ ჩაიხვია რაღაცა და რა გავაკეთე ბალახი ნახე? არ მაინტერესებს. ეს ამის გლეხო. ნახე. მე შენი ფანჩატურით ისეთი მაყოფილი ვარ, რომ არა ფანჩატური იქნება ძალიან მაგარი, ხა ამოვავსე. მაგრამ აუზი შენ რამდენი მეტრია ბოდიში? იმდეს ვამოწმებდი. რამდენი მეტრი? საკმარისი რომ ყველა დავეტიო. სიგრძეში რამდენია? 9. ჰა? 9. არ მოგეწონა ეგ პასუხი, შეგა პატარა სელოდი. არა. 9-4-ია. 4 მეტრი სიგანე, 9 მეტრი სიგრძე. ვა, აბა 6-4 რატო ჩანდა მაგხელატო? დაგაწმული ხა, გადაზომილი გააქვს. იმდენად მოგატყვა კომპანია, ეგ სხვა მოგატყვა შემა ზომა. არ მოვტყუები. არა, არ მოვტყუებ, თვება ისე წყალი? ჰა? ხო, რაზე ვიყავი? აბა ხო, რა გეგონა? მოიცა აუზი, რატომ მითხარი აუზის ზომა? ეხლა რა საკეთებ მითხარი? აუზ. რამდენს? 6 მეტრი. თუ ძალიან ის არის შეჩება, დიდი არის და 6 მეტრიანი? შენ 9-იანიც ხელა? ხო, და მე ხო ნახე და ვაფშე არ ეთყვა. ხო, შენ 6-იანს რო შეხედავ, მე ნახე რა პატარა არა, იყოს. შენი ღარიბულია და შეიძლება მაგიტო არ ეთყობა, რა. შენი მდიდრული იქნება? ხო, აბა. როგორ საკეთებ ბეტონისას? ბეტონი და მე ისინი ოქროს მოზაიკა უნდა გამოვაკრო. ოქროს მოზაიკა უნდა გამოვაკრაკე. ეგ ფული რომ მარიამისთვის მიგეცა არ იქნებოდა ცუდი, ოქროს მოზაიკა ვარ და უფასო დაკეთებ მე. უფასო დაკეთებ? მაგრამ აჩიკოს შეგვიძლია ვკითხოთ რამდენი დახარჯა ბარსელონაში და რატო არ ვიცა მარიამს. ახლა გაჩი. შეგახსენებთ შენს დასვენებლად იყავი მაგ დროს. სად? მე უფასოდ ვიყავი. რა ყველაფერს უფასო დაკეთებ შეჩემო რა. რა ვაკეთო? გაუშვეს ადამიანებს უფასოდ ხარ. აი ამერიკაში მაგას ჩალიჩო პრინციპში. ნაგიდები მაგ ტრამპზე. ამ კემბრიჯის სად არის? ჰა? კემბრიჯის სად არის? ამერიკაში. არა. ფუნტი სტერლინგი შეჩი. ინგლისში. ინგლისში. ვალუტებით იცის გეოგრაფია. მომეწე. იენი სად? ჩინეთი, მაგრამ ჩინური იენი ერთვის. მოიცა, დედოფალთან მიდი, ხარ? დედოფალ. მოკვდა? როდის მოკვდაჩი? ეხლა გაფიცებ. ვინ არის მაგის მაგივრად? ძმაც ხომ მოკვდა და ბებერი რო იყო? ჩარლსი არის ახლა პრინცი. ბებერი. პრინცი კი არა, მეფე. მეფე ჩარლსი ხო რა? სოლოქტიშით მისეთ. 70 ზევით. ეგეც მოკვდება. კაროჩი, გეტყვი რა. კიდე კომპანიები მითხარი რა, იმას მიშვები, სიტყვას ბანზე ნომიგდებ კომპანიები. ხო, მაგრამ რამდენად სწორია ხა ეს კომპანიები რომ. და აი კიდე მაინც არ გასპონსორე რა აზრი. ეს ამოჭერი. ვაიმე. პირდაპირ არა. ვიცა გასკდეს ეხლა. პირდაპირ თემურჭყონიასთან. პირდაპირ თემურჭყონიას ველაპარაკებოდი 3 კვირა ტვინი წაუღე და ბოლოს ანუ ხეშაცანა მაგ. და მელაპარაკა მანამდე. ეხლა კოკოლოს რო გააჯანჯღრებ, ხო იცი? ეს მე მგონი არ კოკოლოს რო გააჯანჯღრებ და სანამ გახსნი, აი ეგრე מחარა ეხლა. არა, ერთი წამი. აუ, კონდიციონერი რო ჩართოთ არ გინდათ? ერთი წამი ეხლა შეჩემა. ძალიან მაწვალა, რაღაცები მავალა, მაკეთები და ვერ ვიღარ დამაფიქრე. გაწვალა, ვაიმე, ვიღაცას ისტორიას მაგონებს. ეს მიშეჩ. ეს რა არის, ბიჭო, თემუ. ჩემი. მაგაცობთ ეხლა პიზიკოსით, შენ ეხლა იმათ მარიციან ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს ეხლა დიდი ბოდიში შემიძლია დაგირეკო, მაგრამ არ მინდა რომ ცოტა შეგწხვეს ამ საქციელისა. მე დარწმუნ რაღაც გაუგებრობაა. გაუგებრობა, გაუგებრობა, 5 წელი თქვენ არ გასპონსორებთ, ეგეც ძალიან 5 წელი გაუგებრობა არის რა. სიცარელეში ვარ, ბატონო. სადღაც, ნახე, არიან კომპანიები, სადაც ჩატეხო რა. რაღაცა დროის მერე უნდა როგორი გაუგებრობა? ფუფუ არის მის ეგეთი გაუგებრობა იყო თუ კი დაგირეკავთ. კოკოლის ბოთლები გადაიტანე და ალაგე აღარ გინდა თუ რა. ან ჯერ ნომერი როგორ გინდა ხა თემურის რო იშოვა. ჩვეულებრივი ადამიანისთვის მე გავიგე რომ 7-იანებისგან და 9-იანებისგან შედგებოდა და ყველა კომბინაცია. ყველა კომბინაციას დარეკე? შეო ჩახვიდე პირდაპირ იქ ის მოახერხებ მე მგონი ფულის გადახდის გარეშე. მოტივაციას ხედავთ. აშკარად. მიზანი. მაგარი მიზანია, მაგრამ ბიჭო, აი ხა მე რო კომპანია ვიყო რაღაცა ეგრევე გამოვიყენებდი ამას მარკეტინგისთვის. მაგთი დავასპონსორებდი ამათ კომბინაციები ხარ ხო, გამოიცანი ნომერი და მოიგე რაღაცა ეგეთი
მოიცა გაარტყი ნომერი? გავარტყი. აი, კინოს ყვები ხარ. როგორც იყო. ჯერ ბაზაში ვამოწმებდი რა და ის რაღაც ვაიმე, ნომრების ბაზა რო არის და მაგდა დაიწერე თემურჯღანე მეთქი ვაიმე. ჯერ მარტო 2 დღე ნერვიულობდი დავრეკო თუ არა თქო. ბოლოს დავრეკე და ძალიან თბილად შემხვდა სხვათა შორის ესა უთხაიო მეთქი ბატონ თემურ რამდენიმე წუთი რო წაგართოთ დრო თუ შეიძლება თქო და წამართვი გენაცვალეო ესა მითხრა და რომ მოვუყევი მითხრა რომ ეგ ყველაფერი რო გამომიგზავნე მეილზეო და ვნახოთ რა შემიძლიაო ძალიან დამაიმედებულად მითხრა და მეთქი ბატონ თემურ თქვენი მეილი არ მაქვს და გთხოვთ რომ მომწეროთ თქო და ოპ ეგრე არ შეიძლება უნდა წახვიდეო იწვალო ეს მეილიო მოიძიო პრეზენტაცია გააკეთო გამომიგზავნო გავს מחარას როგორ გავს ვაიმე ვაიმე როგორ გავს מחარა არა მართალი უთქრე ეხა კი ეხა შენ უნდა მოიპოვო აი თემურ საღოლ მართლა საღოლ თემურა მაგარია ბიჭო რა გინდა რა მაგრა უთქვამს შეჭია მოიპოვეო ოღონდ ის არის რომ დაიწყო მან მეილის გამოცნო მოიპოვე მეილი მოიპოვე მოვიპოვე ოღონდ ერთი კვირა მაგის გარდა არაფერი არ მიკეთებია ჩემს უფროს ძალიან დიდი პატიში იმიტომ საქმესაც ვერ ვაკეთებდი ანუ ყველაფერს გავედი აბსოლუტურად სადაც შეიძლება და რა წავსულიყავი და როგორც კი მივიდოდი ვიღაც ადამიანამდე რომელიც მეუბნება რომ კი მაქვს როგორც შანს ურეკავდა თემურს და ნებართვას თხოვდა. იმიტომ რომ აი მივალ სახში ჩაგიგდებ და მე ვერაბოდიში აღარ მიგდებ და თემურ ჭონიას შულსაც ვალაპარაკე და იმანს მითხრა რომ ჩაგიგდებ ახლავეო და მე აღარ ჩამიგდო და ეგ ბარიერი მქონდა რა ვისთანაც მივიდოდი რომ ქონდა მე როგორც ჩანს ამოწმებდნენ და ეს უბლოკავდა. ეგ მეილი არსებობს? ანუ ბოლო-ბოლო თუ არსებობს პირადი მეილი და ბოლოს ვიღაც სამებში. მოკლედ ჩემი შორეული ნათესავი რომელიც დისტრიბუციაში მუშაობს წვირი და ჭიანჭველა. კედან მივიდა კოლ გამოვართვა იმას. იმას რო ქონდა დისტრიბუციას ყველაფერია ხო იცი. თემურა კოკოლა. ეგრე ეწერებოდა ყველაფერიც. გაზიანები. ცეოს კაცი. გაზიანები მაგ ერთად აი. ლიმონათი, ნატახტარი, თემურა კოკოლა. ჩოჩელი ლიმონათი მსხალი თემურა კოკოლა. მოკლედ ძალიან დიდი დრო დამაკარგვინა რა ძალიან პროდუქტიულად შემიძლია რომ გამომეყენებინა მიუწერე მოკლედ მეილი ერთი კვირა ველოდებოდი არ მიპასუხა და მე ისევ დავურეკე და მე უკვე ძალიან უხეშად მითხრა რომ რა საულდები ხა წავალო ბანკში ფულს გამოვიტან და ჩაგირიცხავ ოპა ეს מחარა უკვე აღარ არის მე ანუ როგორ აკეთებდა იცით რომ დავურეკავდი რომ დავიწყებდი ლაპარაკს ერთ-ორ სიტყვას მეტყოდა და მე მითიშავდა და მე უკან მურეკავდი ბოდიში ბატონ თემურ გამეთიშავდი გამეგრძელებინა ლაპარაკი მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი ვა, ყველაზე მთავარი შენ ახლა რაც აჩვენე არის ეს ისტორია თუნდაც, რომ მოსაყოლადაც ღირს, იმიტომ რომ ადამიანმა დაინახონ, რომ ეგრე გინდა რაღაც რა. იცი რა არის? მე ეგრე მგონია, რომ რაღაცა სიტუაცია მოყვა. კემბრიჯზე. ხო, გასაგებია, კემბრიჯში სწავლა ხო ძალიან მნიშვნელოვანია. თან მithumetes მაგდიმს რომ მოყოლია, რომ აი ესე გრძელი იმითი ვიყავი და თვითონ რო ეგზაკ ამდენი ხანი რო ეგრე რო ვინმე მაწუხოს როგორც ეს აკეთებდა ცოტა დავფიქრდებოდი რა აი დედა ჩემი ამბობს რომ კარიდან თუ არ შეგიშვებოდ ფანჯრიდან შევარდი არა შენ მგონი ფანჯრაც არა კედელი გაანგრიე უკვე იმიტომ რომ ეს შეუპოვრობა ახლა რაც შემყვები რა თან თემურ მე არ დამირეკე აქცეს ეგ უფრო დიდი ღირებულებაა ვიდრე სადმე ნებისმიერ ადგილას სწავლა დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ შენ რაც გააკეთე ეს თან ესეთ მაგას დიდი გაკვეთილი ხე შენაც მიიღე მაგ გაზრდა ამ პროცესში მაგას მე მგონი ვერსიტეტზე გასწავლიან მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეგრე ადამიანს უნდოდეს რამე არ არსებობს არ გამოვიდეს მაგიტო ხარ აქ ახლაც რომ ძალიან მოინდომე და დარწმუნებული ვარ რომ მოხვდები შენ ისწავლი აი მაგას შორ და მე გაძლევ პირობას მაგის რომ ეგრე იქნება მადლობა ამიტომ კომპანიებო თან როგორც ციფრიფანა ამისგან ხო წარმოუდგენელი ეგრე აწვებოდა თემურას აბა ეხ ვერ დავიჯერე შენგან გავიგე მაგრამ შენ გაგიზიანებული იყო ეს ურეკავდა იქამ და ისე ცადე מחარა რო ურეკავს მაგის მერე რო არ დაურეკო ხოლმე იმიტომ რომ ეს ცოტა ისე ეზილება რა ცუდად და წინას წაშევათ ეზილება ერთადერთ თემურასთან გადაკვეთა ხო და იქ სამოჭრო მოლში მეთქი და აი ესე მივიდიოდით ერთისე ათისეჩიმა თვალებით ეხლა რო კითხო არც ახსოვა მაგრამ ყველა თუ არ გამოვიდა მაკდონალდით რო დაგასპონსოროთ მაკდონალდით ამერიკაში ვიყავთ პირველ ესე ხელები მეცვა ესე სუფთად ჩაცმული ლამაზად ესე მოდის
ძალიან ბევრი ორი კაცი ვიყავით, ბიჭები დამე. ისეთ მე ყოველთვის მედალს ორი მხარე აქვს და ყოველთვის უყურებ ეგრე ცხოვრებას რა, ხა. კი, ბევრი ურეკავს. ბევრი ურეკავს, შეიძლება ძალიან ბევრს ეხმარება და არ არის ეგრე დარწმუნებული ვარ ეგრეც არის რა. უბრალოდ არა ეგ არ არის სწორი ფორმა. სწორი ფორმა არა. ხო, შევალ გამოვიტან. ადამიანმა იწვალა მაგდენი მეილი მოიპოვა და შენ ანუ უნდა დაუფასო როგორც მინიმუმ ეგეთ შეუპოვრობა ჩემი აზრით რა. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ გამოჩნდებიან ადამიანები ვინც დაგეხმარები. ძალიან მარტივია რომ მაგას ვთქვა რომ იცი რა ინფლუენსინგ მარკეტინგში გადართო და უთხრა რომ მარკეტინგმა რაღაც თანხა გამოუყავით და რაღაცა გააკეთე რომ ეს რეკლამა ჩაწერე TikTok-ზე რომ შენ კოკოლა ესე დაგეხმარა რომ მარკეტინგთან ახლა რეკლამა გამოდის და აი ძალიან მარტივია. თან არ არის სულ დაფინანსებაზე საუბარი ხო? არის ნაწილობრივ დაფინანსება. თან ვიღაცებთან რეკლამები აქვს გაკეთებული აი მაგისი და ავი პროსტა დებილები ხართ. ხო, ოღონდ რა არის იცი? აი რა პროცესებსაც ვაწყდები ხოლმე ძალიან ბიუროკრატიულად აქვს რა ეს ყველაფერი და ხედავ რომ ბევრს ძალიან დიდი სურვილი აქვს და უბრალოდ ეგ არის ყველაზე დიდი ტყუილი ბიუროკრატიას რო გატენო საქართველოში რაღაცა. ეგ უბრალოდ ტიპ შეუძლია რომ თქვენ დაწეროთ წერილი, არა მაგას ვინც გეუბნება. მოშორების გზა რო აი რა ყველაფერი, აი ტრამპა წითელი ბარათი მოახსნევინა იმას აგერ. დასლაბა ბიუროკრატია იქ რო არის, არ ყოფილა ეგეთ თავად მონდომება. დანარჩენი მე გვერდისავლა ხდება ძალიან მარტივად. უბრალოდ კეთილინება. რამდენი საქმე ყოფილა რა ესე მიდიოდა და უცებ ვიღაცას დავრეგა. კი, კაცო, უცებ გიკეთებს რა. ეგ ბიუროკრატია შენ გატყვები რომ მოგაჩვენონ რომ ის კომპანია არაფერს შუაში არ არის, უბრალოდ ბიუროკრატია ჭამს ამ გზას რა და მაგას ნუ დაიჯერებ. სხვათა შორის ერთი კომპანია ვინც ორი კომპანია ვინც თანხა ჩამირიცხა დავასახელობ ჩემი პირველი ვიდეო მიმართვა რა ჩავწერე გაუფრთხილებლად საერთოდ კომუნიკაციაც არ ქონია ჩემთან მეგადორსმა კარების კომპანიამ ჩამირიცხა 4000 ლარი და აი არ ვიცი ეგ იყო აბსოლუტური კინოთეატრი კარის კომპანია რომელიც არ არის ისეთი მდიდარი როგორიც თქვათ გაზიანის სასმელების კომპანიები მართლა დავით გამახსენე. ოღონდ გავედი მე კონტაქტზე და როგორც ჩანს ხურავდნენ უკვე თავიანთ საწარმოს და ბოლო მორჩენილი თანხები გადმომირიცხეს. მე ცოტა ხანი ფუნქციონირდა და მე დაიხურნენ კი ანუ. რა ლამაზად გამოიხურეს კარი, ნახე, აი ეგ დახურვა, ეგრე უნდა დაიხურო, ბიჭო. ჩვენ დავიხურებით რამე ეგეთი ვქნათ რა. ბიჭო, წარმოიცხინე, ვინ იყვნენ? ეხლა მაინტერესებს იმ ხალხთან კომუნიკაცია, რომ გადაწყვეტილება რატომ მიიღეს დახურვის დროს ეგ მე როგორც ვიცი მფლობელმა მიიღო ეგ გადაწყვეტილება როგორც გავიგე მაგას დაიხურნენ ეგ რო პროგნოზ არ იგებდნენ 4000 ლარებს კაი ბიჭი ხარ მოდი ეს რა გასწორდა გავხდებოდი არანაირი ვალდებულება არ მოგცეს ხო ანუ არა და მეორე იყო რონის პიცა რონი მეც მცირე თანხებით დამფინანსა და მაგის ხრიდანაც არ მქონია არანაირი ვალდებულება. რონის პიცა გიორგი წმინდაში არ მოდის. არა, გეტყვი מחარ, ზუსტად გეტყვი. კრეატორის გადაღებების დროს რომელმაც ვაკეში არის ხოლმე, საახშირად ვიძახებთ ხოლმე. მე ადრე ვიძახებდი ხოლმე. არა, რამშავაკ პიცა. თან კარგი პიცა აქვს. მართლა კარგი. ამერიკული პიცაა და ძალიან. მაგრამ საჭმელად ღირს რა. მithumedas ახლა უცებ რო იცი რომ კარგი ხალხი მუშაობს, უფრო გემრიელია მე. პიცები. არა, უსაყვარლესი სტაფი ყავთ მართლა. ვა. რონის პიცას დიდი რესპექტი აქედან. აი ეს თქვენ შეიძლებოდა ყოფილიყავით ხან პოდკასტში რომ აი ეს ასაიდან აი ბიჭო. ეხა ამა რა გაკეთე? ჩამოანგრია თემურა ხო გონიას და პრაგმატული ახალგაზრდებთან მომუშავე ტიპი, რომელიც რაღაცებს კარგად იმაშება და უცებ აი ყველაფერი ჩამოშალა ვაფშე. სხვათა შორის მაგიტომ დავეკონტაქტე რა ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი რომ ჩემთან დაკონტაქტება მარტივია და მიმიყვარს ახალგაზრდები რომლებსაც შეუძლიათ რომ რაღაცები შეცვალონო ქვეყანაში და აი ზუსტად მაგით დაურეკოვე რომ კი მე ვარ ეგ ახალგაზრდა. ხო ხა კამერაშიც რა ბევრ რამეს ვამბობთ ხოლმე ჩვენს მაგრამ არ გულისხმობ. ჩვენ მე ოფენერზე ვიყავი და კალა იცოდე რომ აქ რასაც ვლაპარაკობთ იქ ხალხს ეგ ჯერა ერთ-ერთში რომ ჩვენ აქ იმისთვის არ ვბაზრობთ რა. ოფენერზე ზღვა ხალხის რომელიც მეუბნეოდა რომ ის კი რა მაგარი გადაცემა გადაუძმა ვიღაცებიც იყვნენ ახლა ეგესები მაგრამ ტიპები გეუბნებოდნენ რომ როგორც მიყვებითო ეგ ჯოხებიაო ჩვენთვისო რა რომ მივდივართო რო არ დავეცეთო რაღაცებში რო უყურებთო იმას შვებითო რა და კარგია ფიდბექი ქონდა ხალხში გახვდა კომენტარი ვიღაცა მოგიხსენს ეგ კომენტარი გლეხის ფორმა გეცვა რო არ ეცნეთ თუ ანუ პრინც როგორც ხარ ეს ალადინი იყავი თუ ჟასმინი? აი არ ვიყავი, მაგრამ ჩვეულებრივი გიორგი ვიყავი. ჯამში დაახლოებით რამდენი კომპანიას შეეხმიან? მოიც ეხა. დიდი იმან დაიჭირა. კომპანია მიდი რა
ჩამოთვა. არა, მოიცა, სანამ მაგაზე გადავალთ מחარ. ანუ ბევრს რა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ 150-დან 200-ის ფარგლებში იქნება პატარებიც დიდებიც. აქედან ორმა, ეხლა რაც ახსენე, მარტო ორმა გამოყო რაღაც ის, ხო? აჩისთან დარეკვის მომენტი როდის გაგიჩნდა? იცით რა აი. ჩემი ნომერი როგორ გაარკვია? აუ მითხრეს რა არ უთხრა და არ გეტყვით რა. რა აზრი აქვს, ანუ შეგიძლია. რა უნდა შენ ნომრის? ჩერეს. რა უნდა შენ ნომრის გაგებას იცი? რა გიწერიათ საერთო კაცის კონტაქტებში მარტო მეილი გააქვთ? აჩის ნომერი არ არის? კაი. 150-დან 200-მდე კომპანიას დავეკონტაქტე. და აჩისთან და კონტაქტების საჭიროება, ანუ მაგას თავიდანვე ვფიქრობდი, აი პირველი მარცხები რო წამოვიდა, რომ YouTube-ის ხალხი მევასებით რა, მგონია რომ ძალიან კარგი ხალხი ხართ და აი იდეა დამებადა, რომ კომპანია აბა ტელევიზიებს კითხე ეგ. აი კომპანიებთან ესეთი ინტენსიური ურთიერთობა გაქვთ სულ და იქნებ დამეხმარონ მეთქი რომ მიშვამთ კომპანიებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს ძალიან პროსტა შემაწუხებელი ხარ და ეგ კარგია. ხო. იმიტომ რომ ხვდები რომ ეგ შენთვის არის კარგი რა. კომპანიები ჩამოთვალეთ ხო? აუ იმე Dreamland Oasis-ი თუ არის მაქსიაში აინტერესებს. კვილებს ილეს. აუ იცი რა, ეგრე ძალიანაც არ მინდა, იმიტომ რომ აი მათ ძალიან არა, ცუდად გამოდის მერე, გაიგე. რატო კონცენტრირდეთ? ეხლა ვინ არქნა, ვინ იქნა იმაზე? 150 კომპანია, ანუ მაინტერესებს უბრალოდ აი დიდი კომპანიები ვინ იყვნენ უარზე რა. მართლა მაინტერესებს რომ მივცი ახსნა იმ კომპანიების გადამოსახედად რატო გააკეთეს ეს. აი მოდუსი იყო, რომელთან შეხვედრაზეც ვიყავი და ძალიან სერიოზულად დაიწყო კომუნიკაცია და აი ვიცოდი რომ всё ეგ არის და გავდივარ. მოდუს შეცეკრებს ხოლმე რეკლამებზე რაღაცა უნდა და მე უცებ ხრებიან. ამიტომ მარტო შენთან არ არის. ეგ ერთობიანი წყობები, შეხვედრები უყვართ სა. დომინოსთან თუ იყავი? დომინო არ პასუხობს, არ და ძალიან ბევრჯერ დავრეკე. ნახოთ არ ვიცი თუ აიღებს სამომავლოდ. მოხსენ ნომერს დომინოს. ისაც დაურეკო. რომელიმე კომპანია არის, ვისგანაც ეხაელოდები ამ მომენტში პასუხს? კი, რამდენიმე. აი რამდენიმე ვახსენე. ერთმა ანონიმურობის შენარჩუნება მთხოვა და მოდი არ დავასახელებ და მისგან ველოდები ყველაზე დიდს. აი ამოუჭრათ. რაოდენობას. ანონიმურად. კამერაში კი არ უთხრეს, რომ არ თქვაო, ისე არ თქვაო ზოგადად, ანონიმურად. ვეარაო. არა. აი ბიჭო ადამიანმა უთხრა რომ ანონიმური. ნახე, პრაგმატულად რო აუხსნათ, რატო არის მნიშვნელოვანი რომ ქართველი ადამიანი წავიდეს და ისწავლოს. აი, მოდი მართლა უთხრათ კომპანიებს რატო უნდა დაგასპონსოროს. იმიტომ კი რომ კაი ტიპები გამოჩნდნენ. რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რეალურად. კი. ანუ თუ ეხა ხედავთ შეუპოვრობას და მონდომებას, წარმოვიდგინეთ მე რას ვიზავ რა, აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ რაღაცები შევცვალო და რეალური ცვლილებების წინაპირობა გავხდე და აი ჩემი საბაკალავროს რაზეც აქამდე გესაუბრებოდით, ეგეც ხო საქართველოსზე და საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე იყო მთლიანად ორიენტირებული. არ ვიცი ჩემი სამომავლო გეგმებიც მაგაზე. ეხა კიდე ახალი იდეა გამიჩნდა, რომ აი ოდესმე მივიდე იმ მომენტამდე, როცა შევძლებ რაღაც ფონდი შევქმნა, იმიტომ რომ აი ეს სტრესი რაც გამოვიარე, აი სწავლის გამო, არავინ არ უნდა გადიოდეს რა. და მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაც კარგის გაკეთება შემიძლია საქართველოსთვის. და აუცილებლად ვაპირებ თან ჩამოსვლას და. კი, არა, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ხა ეგ თქვი რომ განათლებისთვის სამხელა სტრესის გავლა არ მოუწიოთ, შენ კი მოგიწია, მაგრამ სხვა ადამიანებს მაინც, იმიტომ რომ განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ჰა? мотивация, როიც რაღაც გასპონსორებს თუ იქ მოხვდები. ხო, უფრო პასუხისმგებლობა მოდის რა უფრო მეტად და. ვა, მოკლედ პატარა შეჯამება რო გაუკეთოთ მაგ თემას არის ის რომ ჯერ ესეთი დონაციები იქნება ამ გადაცემის ქვეშ ქისას ლინკი და შეგიძლიათ დაადონატოთ და კომპანიება სად მოგმართონ რომ ინტერესტუ წამოვიდა შენი კონტაქტიც რამენაირად დაბლავე იქნება კონტაქტი ხო LinkedIn-ზე კი ბატონო LinkedIn-ი რა ისი დაიტესები რა მეილი იქნება და მეილზე შეუძლია რომ მეილზეც კი ბატონო ასე რომ всё ანუ კომუნიკაციის ამბავი გავარკვე დანარჩენი თქვენზეა მეგობრებო ადამიანებზე კომპანიებზე და ადამიანი გამოვდივარ აი არა ისედაც კაცო ისედაც მე მგონი უკვე გამოჩნდა შენი მიზან დასახულობით რაღაც ნიშნებს ხედავთ. დღეს სხვათა შორის თემას შევყევით ძალიან და კომენტარები გვაქვს ამაღებული წინა ვიდეოდან შეგვიძლია მაყურებლების კომენტარები და შეგვიძლიათ რენდომ თემებად წავიკითხოთ. ამოვიღოთ? ო, მიდი. აუ შეიძლება მე ამოვიღო. რა თქმა უნდა. ეს ექსკლუზიური. რამდენი ხანი არ გქონია თან და ხო ესე არის. არა მე ისეთი შეხვდება.
წაგიკითხა ბარემ. წაგიკითხა, ხო. რა ვიცი. რა საათი უკეთია კას? ალპინისტი ხوارა. ეს ლუკა მაჩუკა. ვინ? ლუკას მამყავს მე ძმა. და აი ესეთი საათია ბოსის. სახელი კი შეურჩევია ესეთი. ხო, ალპინისტი რატო? დიდი საათები უკეთიათ თუ? რაღაც ეგოიმა ალბათ ტიპს და გითხრა რა. ანუ ალპინისტები გოიმები არიან თუ რატო? არა. შეუსაბამო საათი გეკეთავ, ეგ გულისხმობ. შეუსაბამო შეიძლება. აი რაღაც ძალიან კლასიკური საათი და მუხლის თავები გიჩანს და რავი. მე გამოვირჩევი შეუსაბამობით, იმიტომ რაც ხელში მომხვდება, ისე ვიცმევ ხოლმე. ძალიან ცუდი. როგორც მივხვდით, ეხაც რაც ხელში მომხვდა, ისე ჩავიცი. იმიტომ მე ისე ძალიან ლამაზი ვარ და მეტი საშუალება არ აქვს საერთოდ. არა, როგორ არ მაქვს, აუზი მაქვს 9-4-ზე. ვიღაცები რო ბლატაობენ და ბეტონის ჩასხმებს და რაღაც ვიდეოებს ვაკეთებენ, ისინი 6 მეტრიან აუზს ვერ ცდებიან ფიზიკოს, იმიტომ რომ ძვირია. არა, ძალიან დიდია. ძვირი არ არის შეჭება. ძალიან დიდი იყო რა. ხო, ადგილი არ გაქვს ეზოში. არა, ბიჭო, მოვლა ხო უნდა. ხო, მერე? არ გაქვს საშუალება რომ მოვუვარო? არა. მოვლა უნდა აუზს კი. ხო. მე რობოტი უნდა, ის მოპირკეთება. რა რობოტი, მე რო შეთავნახე, შე მაგფერ წყალში, რავი. ჩასვლა კი არა. ეხა გავწმინდეთ. ეხა არის კამკამ. აი, ტლაპოში ბანაობდი შეჭება. მე აჩის დაურეკავ, მე კალაბურც მოედანს გავაკეთე, მოგეხსენებთ თუ სივრცე მაქვს და პატარა ტონერ ბიჭები პალაბურთის პატარა მოედანს ერთი ფარი უნდა კონდეს. ორ ფარიანზე დაიღლები. მინუს პიატი. აუჩ. ეს ექსკლუზიური უფლება კიდევ ერთი. აჩი ნუაჩვენ ხოლმე מחარას. შეიძლება ცუდად, მაგრამ სამართლიან და სწორ აზრს აფიქსირებს და ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეგვიძლია რომ ესე წაკითხებში ვენდოთ. ისე ბოდიში ხოდანთონი. ამბობდი რამე ეს? არა, დამთავრე. ისე მისი ასეთი ხასიათის გამო, ასე რომ არაუშავს თუ რომელიმე კომპანიას გალანძღავს. დღევანდელ გადაცემასაც ძალიან მოერგო. მათთვისვე უკეთესი ცოტა იზრუნებენ იმაზე, რომ ხარისხი აწიონ. ხშირად დაისვენოს מחარამ სასწაული გადაცემა იყო. თქვენ არით დრები იჭრება, ამას გავცემდი პასუხს. აუცილებლად ესეც სათქმელია. ეგ პოზიცია შეიძლება ბოლომდე. არა, ნუ აჩუმებო აქ იმაზე იყო ლაპარაკი, რასაც ტოვებ და თან აჩუმებ რა და მე მინდა ვთქვა, რომ გიორგი აბსოლუტურად მართალია. ისე შეიფუთო, რომ ჩვენ თითქოს არ ვეხმარებით კრიტიკას, უბრალოდ ხანდახან აქვს ხოლმე გადაცდომითი კრიტიკა, როცა ადამიანებს ზედმეტად ლანძღავს და ხა იქ რომ ობობის ქსელი იყო მაგის გამო ვიღაცას აგინო ყველაფერი არ არის სწორი. ამის თქმა. აი ხა რაც ამოჭრილა გიორგი არ მინდა რომ ობის ქსელზე არა. არა, ობის ქსელზე არა, მაგრამ რაღაცებზე ხო ყოფილა რომ ცოტა ზედმეტი აგრესია გამოგიმჟავნებია. კომპანიის მიმართ. ნუ ადამიანები არიან კომპანია მაინც. მესმის, მაგრამ წინთ მერე. თუმცა მასიური წყალი უნდა დალიონე ხა ცივი. მე ვიღაც ტიპი შემხვდა, აუ, ვიღაცები შემხვდნენ, აუ, ესე დამაპარეს შენთან, მართლა გეუბნები ეს სიტუაცია. კიდე კაი ამახსენდა, ოფენი არის და დამაბა ესეთი რაღაცა შენთან. გიხარ, ძალიან გიხარ, უკვე ხვდები რომ ძალიან ცუდი რამეა. გოგოები იყვნენ, სამნი. და შენთან დამაბა ესეთი რამე. ტვინი დეპრესიო ბანათიო და მოსჩესო. ვაიმე, კი არ ვიცოდი ეგრო, თქვენ ტვინი მე როგორ რა გინე გადაცემში მე არაჩვენებად გამოვიყურები. რა მაქვინება მე უბრალოდ მოვიტა ეს რომ მე ეხა არ მინდა რამე დამბრალდეს, მე ვთქვა არ ვიტყვი წკრემეთკა. არა უცხარი ჩამაწვა. მე ბევრად უკეთესად გამოვიყურები მენტალურად. არა, მენტალურადაც ბევრად. აჩი, ხომ ატყობთ რომ ბევრად კარგად ვარ. იდეალურად, კალა ვარჯიშსაც თუ დაუბრუნდები ბოლომდე. ვარჯიში ეხა ნორიოში მოვაწყე. ნორიოში მოვაწყე. შე ვარჯის ბიჭო. არა, მე ვინ გეუბნება? მე მეუბნები ხო? ვარჯიში ეში. მე ვარჯიში საკმაოდ დიდი ფული გადავიხადე. ნორიოში მოვაწყე. გუშინაც ვარჯიშე, გუშინ წინაც. ფული ეს არის თავარი, ის ჩემი. არა, ბევრი გადავიხადე, რომ კაი წონებიც ვიყიდე, კაი შტანგებიც და საკმაოდ კარგი სრულფასოვანი ვარჯიშები ჩავატარე უკვე, ასე რომ დავიწყე. თორე ზაფხულში ხა თბილისში ყოფნა, მოგეხსენებათ. ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ეს თბილისელებიც როგორ ჩერდებით, არ ვიცი მე. აი დაცხება თუ არა ეგრე მივდივარ აგარაკზე ჩემთან. ნორიში, აჩკომ გაძრო $5 ნორიში მიწის დავით ამერიკა ინგლისს. სადღაც. ხო, მაინდამეც კარგი ადგილი არ არის. იმას ამოჭერ. გარკვია? ხო, გზაზია შეჩება, ანუ არ არის, აი ქითა. რომ ანუ ეგ თავარი და მანქანას დაეჯახა შეშო. აი მაგის მე მანქანა არც გადმოსულა იქ. ეგეთი რა მე მინახავს, მანქანით რომ მიდოდა ეს გველი წამოდგა, დედას გებწევ და მანქანას ხეთქა შეჩემა. ეგეთი რამე ვაფშე კინოებშიც არ მინახავს. ხო და
ეს არა ქვია. ასომბობდი. აბა ჩემ ნორიოში. არა, ნორიოში რა ადგილიც მათ ჩვენ ამან არის ისა. თავარ გზაზე არის ეგ. არ არის. ანუ რაპინით ჩამგებ თავარ ანუ ქვემოთ კი არ არის. არა, პინიდან შესასვლელია. ჩასასვლელი ხო. მე ადიხარ 3 კილომეტრის ზევით და სახარიოკზე მთაზე გეუბნე გველები იბრძოდნენ მეთქი. ანუ გზასთან ახლოს არ არის. გველი იყო თუ გველხოკერა. მან გველხოკერები არიან ბევრი. გველხოკერა ვერ ადგება ფეხზე. ეზოშიც იმ დღეს ჩემთან ეზოშიც უკან ჩამოსრიალ. მეთრიანი გველხოკერა ვერ იქნება. გეუბნე შავ მანქანით ეს გველი ადგა, გახარ და ოღონდ მე უყურებდი ამაში. არ გადაუარე ხა. ანუ არ არის და მაცხოვრებელი მან და არაფერი. გველი იქნება, აბა რა იქნება. ფეხი არ გადამიდგავს მიწას. გეშინია გველები? მაგრამ მართლა? აი არჩი. ოღონდ გველი არა რა. მიყვარს მთვალი ხალხი რომ მოდის და პირდაპირ გეუბნებიან რას ფიქრობენ. ანუ იმიტომ რომ იმ ადამიანებს მართლა ტვინი ალბათ. აუ ძალიან უხერხულად გრძნობ თავს ჩემ გამო რო ვერ იგინებით. არა, გიორგის უფრთხილდები დღეს. არა, შენ გამო როგორ იგინებ. აჰა და მიზეზი რატო დაგვიჩაგრეს კალა? მახარა შორს ყოფილა. მახარ აღარ დაგვიტოვა ასე ეულად. ანუ მე რო დამჩაგრე შეო წასული იყავი. სხვა ტელევიზიებმა. მახარ ბიჭო ცოტა ოღონდ მახარა შორს მახარა აღარ დაგვიტოვა ასე ეულად. იგი ხამის ბრალ იქნება დაკოპირებული. ალბათ მახარ აღარ დაგვიტოვა ასე სო ეულად. გასაგებია ბაბუს კუნთები შემთხვევით დაემთხვა ეგ. შემთხვევით რა რაღაცა რა. არ დავისვენოთ ერთი კაი. ამაძა. იმან დამირეკა. წინაზე რო ვიყავით სასტუმროში. წინასწლავის არა. ეპატიჟებით ჩვენსაც ვიყავით ერთად ეგ ტიპი რო იყო რა. ხო. მაგ ტიპო დამირეკა, სხვა სასტუმროზე ძალიან კარგ სასტუმროზე ხოთა შორის რო როცა გაგისწორდებათო, წავიდეთ. ველოდებით. კაი მოდის და ამოიხდით. ეხა გავალ შებულებაში ნელ-ნელა ჩვენ და. ეს პოდკასტი ხო გადის. თქვენს გარეშე YouTube კი არა ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. იმ სამი გოგოდან ერთ-ერთი არ იქნება ეგ. არა, ბიჭო, განა ისე გითხეს რა, ანუ ის ძველი კალა მოგვენატრაო რა. ბიჭო, რა ვქნა ეხა ვერ გავიგე. ნელი პროცესია ეგ ეხა. ბევრად უკეთ არა ვარ ვერ გავიგე. ფუსი მენ თუ რაღაცას მეუბნებოდი, მაგრამ ეს თვალი. ეგ შენ გითხრეს რომ შენ ხარო, ხო? ახალი წლის გადაცემა გადაახვიეთ ეხა რა შედარებაა. მომაზგა გვერდზე ჩემზე მაღალი იყო და ჩემზე დიდი ღიპი ქონდა. ეს იმიყვებს და რა ხელა ღიპი ქონიაო მახარო. ხო, იმიტომ რომ არაპროპორციული. არა, შენ რა შეგხედავს ადამიანს, აი, სახეზე რო გიყურებ, ეხა. აი, მოცეკვავის სტანი უნდა იყოს ქვემოთ. და უცებ რომ ზარმაცას ის გძელდება, ეუცნაურა ადამიანს. ოპენერზე. ეს როგორ ეს რაღაცა უქერი მოახე, ამდენ ხანი აქ ახალ ხარ, როგორ მოაგვარე ეს. ეს ფინანსებით. არა, ხო კარგად ვადაპტირდი. კი. მეგობრებო, გარდა იმისა, რომ აქ წვიმა რომ მოდის, ჩამოდის, ქეშია და უბედურება, დენი წავიდა და მოგვიწევს ამ გადაცემის თავიდან ჩაწერა. კი. ეთავიდა შეჭება მიებმევა ეს იმას. მიებმევა, რა თქმა უნდა და მივაბათ. მაშინ და გავაგრძელოთ. სად ვიყავით? კომენტარებს ვკითხულობთ. და მარიამი იღებდა კომენტარებს. მე კობახას არ ვეთანხმები მახარა სახლ მანქანა ნახოს და მე ილაპარაკოსო. დამთავრე სახლ-მანქანა. ერთი თვე დამრჩა რა. ორი ვიდეო დამრჩა ალბათ. და მზად არის, მაგარი გამოვიდა. და ყიდი მე მაგას თუ უნდა გქონდეს? მენანება ბიჭო. მენანება ესე კი ყიდი. ანუ თუ არ ყიდი არ დაგენანება. არა ბიჭო. მე მეუბნები რომ რამდენად ყიდი? ჩემი და კაროლაინის პროექტი არის $50,000. 50,000 რა, ესე ნაჩუქარი ფასი? ძალიან იაფი არ არის? იმიტომ რომ არ გაიყიდოს. ხო, ეს სხვა საკითხია. კაროლაინს რა ჩემია, მაგრამ და მე ქველმოქმედებაში წავა ალბათ, ხო ეს ფული? დიდი უნდა ავაწყოთ. დიდი უნდა აწყოთ? უფრო. 800 ცხენი. მისაბმელი უნდა იყოს. აჰა. კობახაზე ჩემხდა ვიღაცები, რომ კაცი YouTube-ზე შემოდის ეგრევე რომ დაუშვიო ჩემი. ხო, ანუ ვინც არ შემოსულა იმისთვის დაგიშვია მე რა მოხდა. ხო და მეც ეგ უთხარი. არა, מחარ საფორტერი და რაღაცა სად ნახეთ აბა ახ מחარასგან. ო. პირდაპირ. შენ გადაცემის ჩაწერის დაწყებამდე თქვი რომ საეჭვოს უყურებ. ამ პოდკასტს ნაკლებად ადევნებდი თვალს? კი. რატომ? ძირითადად საეჭვოს უყურებ, აი არ ვიცი, ის უფრო სახალისოა. საინტერესო. სახალისო და საინტერესო? ხო. ნაცნობი გითხას ყურადღება არ მიაქცია. ითხვიში ყურების დროს, ყოფნის დროს ხوار დაიწყე ყურება. იმიტომ რომ ბევრი გასართობი არ არის და მესმის რომ შეიძლება უფრო გეხალისა.
არ ვიცი, რა ვიცი. ანუ ოქტოპოსს არ უყურებთ, იმიტომ რომ მე დამირეკავდი. იმიტომ რომ ჩემი ნომერი გაცლებთ მარტივად ხელმისაწვდომია. ბოდიში. რატო არ არის ოქტოპოსის სახალისო? არ ვიცი, რა ვიცი, აქ უფრო ვერთობი. ბიჭო, ადამიანის გემოვნება. არა, ვეკითხები, კაცო, გემო მე რატო არ არის, კი არა, ვეჩხუბები. კემბრიჯში კი, შენი უმორი. კემბრიჯის მოსწავლეებისთვის არა საინტერესო ხალხი გარს. არა, სხვა შორის კემბრიჯში ვინც მიდის, იმათვის საეჭვო არის. ოქტოპოსთან ანახი. აი, პასკებს. გეპეიდა რაღაცა წაიღე ხა, მე დაგიშალა. კაი, ნუ გააჭერ, გაანებით. ანუ რა მაინტერესებს, იცი? არ ფიქრობ, რომ აი ახალას რაღაც რეგრესია აქვს თავის არხზე? არა, სხვა რატო? პირიქით ახალი აი რაღაცა იდეებით ბლენდერში შოუ და გაჭრის ისე აი. ძალიან მიყვარს. ცოტა ხო არ ამოწურა თავი, აი როგორ გგონია, რამე სხვა რურჩევდი. ეგ უნდა მეთქვა, რომ ამ ბოლ დროს ის დამაკლდა. ეს შუაში რაღაც ის რო კეთოთ და რაღაცებს რო ურევდით ერთმანეთს და გემოები რომ ხო? ბლენდერში შოუ. სახელები არ მახსოვს მაგრამ. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შოუებს შორის. ამ ბოლ დროს აღარ არის თითქოს და აუცილებლად გამოვასწორებთ მაგას. პასკების კაი იყო, პასკების ვიდეო კაი იყო, კი. ნუ აბა გაცოცხლებულზე არ უყურებს ადამიანი, იმიტომ რომ იქ კონტროვერსიული ხუმრობებია და მახარას ახზე არ არის ეგეთ ხუმრობები არაფერი საერთოდ. იმიტომ რომ აჩიჭრის. აჩი კალას გადაეცი რომ იმღერა და გააცინეს ახალი ეპიზოდი გვინდა, რომელშიც სპეციალურად მოწვევით მახარა იქნება თავის აკორდეონით. არა. აკორდეონი აღარ ჰაერს აპარებს, ბიჭო, იმან მოათარია რაღაცა. ძლივს ხო აკორდეონი და ისე ჰაერს აპარებს. მე ხო ვისწავლე რომ როცა ჭამ არ უნდა გისმინოთ, რა ყვითელი ზოლიო. პირსახოთზე რო ყვებოდი წინა გაცემაში. ახლა არა, ერთი პერიოდი შენი მოსმენა ჭამის დროს ცოტა ის იყო. უხერხული. იმიტომ რომ რაღაცებს ისეთ საკეთებდი რომ ჭამის დროს თლად რეკომენდებული არ არის მართლა. მაგრამ ისე ჭამის დროს გიყურებ ხოლმე, მართლა, სულ. აი, უცებ-უცებ. რა კი მეც აი გასაგე მოვითემებია შეჩემა რა. კომენტარები არის ამოკრეფი. შენ ხარ ბატონო, ვისი მოყვანა გინდათ, რომელ სტუმარს მოიწოდით ისევ. ვინმე ხარ გინდა რომ შენ არ უყურებ ამ პოდკასტს, მაგრამ ვინმე სხვა გვირჩევდი. ვინ იქნებოდა საინტერესო? არ ვიცი. მაგდა უნდა მეთქვა, მაგრამ მე მგონი წინაზე გყავდა. მაგდა ეხლა იყო ხო? დავფიქრდები. აუ ძალიან საყვარელია. გეტყვით სალიენი. თუჩით. ელიენი? სალიენი ვინ აი არის? ადრე გახსოვთ ტრულაილას თანამედროვე სიმღერა რო ჩაწერა გოგო ხო რაღაცა მახსოვს კი TikTok-ზე არის ინფლუენსერი და ძალიან მეხმარება აი ძალიან მეხმარება მართლა ამ ამბებში და ძალიან კარგი ადამიანია მოკლედ და პროფესიაც ძალიან საინტერესო აქვს და საუბრის მანერიცაც და ყველაფრითაც ძალიან საინტერესოა და სრულ რეკომენდაციას ვუწევ აჩი მოინიშნე ის სტუმრების სია რო გვაქვს მე და შენ გაკეთებული მოინიშნე ერთი ელიენი სალიენი რენდომ თემები დააბრუნე აჩი რომ პოდკასტის ძველი ვაიბი დაბრუნდეს ამაზე რას გვეტყვი ბატონო პროდიუსერო დააბრუნდება რაღაც მომენტში როცა ამოწურავს თავი მეორედ მოსულა აშეჩემა რომ ველოდებით ეხლა რაღაც მომენტში და რაღაც მომენტში ამოიწურება ეს პროსტა ლაპარაკი და მე პროსტა ლაპარაკი მე და מחარა ამოიწურები განახლებასავით იქნება რენდომ თემები ანუ მე და maxara შენ გონია რომ ჩვენ გადაშლილი ციგნი არ ვართ და ანუ ეგრე გონია ანუ ხდა არა გვაქვს რენდომ თემები გეხმარებოდათ მაშინაც და იხაც და გეხმარებათ გახსდაში კიდევ უფრო ეს ნახე ბიჭო ჯერ დავიწყოთ კომენტატორებიო თქვენ არ ახართ და აი მაგრაში აი თუ რა ვინმე სამე შეშლია აჩისგან აი არ ველოთი მაგრამ ეგ მაგრად შეეშალა ძმაო რა მე ვემიჯნები აი ხა ვიღაცა რომ ნახო აჩის განცხადებას YouTube-ზე რომ შემოვიდეს ვიღაცა პროდიუსერად და მე რო უთხრა შენ ძმაო ეხა კი კაი პროდიუსერები როგორ არ მინახავს ხა აჩი იყო ბოლო მაგრამ შენ ახალ დონეზე აწიეს პროდიუსინგი აი რა რეაქცია გიქნება ძალიან მაინტერესებს აჩი იყო პირველი პროდიუსერი YouTube-ზე ანუ მაგ ლეველზე რომ ვიღაცას პროდიუსერი ყავდა და მაგას ავარებდა სხვა არავინ არ იყო აი არც იცოდნენ სიტყვის ცნება რას ნიშნავს YouTube-ზე ტიპი რომელიც ანუ რაღაც ვისი პროდუქტს ხო გააჩნია ეხა კარგი რაღაცის პროდიუსერი რო ხარ მარტივია მაგრამ ეხა მსგნელი რომ შევამასაღო მაგას ჭირდება რაღაც ქილები რა ხო ეგრე არა ვაფშე არ ჭირდება იმიტომ რომ აჩიკოს მოწოს ეგეთი კომპანიები ვინც პირსახოთზე გასაგებს მას გიждდება და წელსაც დაისვენებდა აჩი როგორ რეაქცია გექნება აი მართლა ოღონ მესმის კალა შენი წენა მე რო უთხრა ვიღაცას რომ აჩი შენ
კი კარგი ხარ, მაგრამ აი ეს ტიპი, აი პროდიუსერები მოვიყვანოთ აქ YouTube-ზე, ამან აიყვანა სხვა დონეზე. აი, აღონ ხუმრობით არა. აი, მართლა სერიოზულად რომ ეგ რო ფიქრობდე. ხო, კალამ რომ მითხას, რომ ის უფრო მაგრად ჭამს და გარ ვიდეოზე, აი აი, გასოცხებული რომ გააკეთოს რაღაცა და აი, არა, იმათ სკეჩები ძა. აღონ ხუმრობით გითხრამ შენ მოპარული გაქვს, მართლა ხوار. არა, შეგრე ხوار ფიქრობ შენ. საუკეთესო სკეჩები გაქვს, ბიჭო. საუკეთესო ხარ, რას იძახი. უცებ მოდი ხარ და ეუბნები. შენაირად აი რა. საჭმელს ნახველს ვერავინ ვერ მიაყოლებს. არ არსებობს ეგ. ბოდიშ მარიამ. სტუმარმა შეაფასოს რას ელოდა გადაცემის შუაში, რას ფიქრობდა და ბოლოს რა შთაბეჭდილება დარჩა. ზარია, ეგ ძალიან საინტერესოა. არ ვიცი, ცოტა რთული სათქმელია. რა არის რთული სათქმელი? ცოტა დაძაბული ვიყავ, უფრო მეტად ჩემი თავიდან მომდინარე. კი. მეგონა რომ რაღაც ბოლომდე ვერ გავიხსნებოდი, მაგრამ ბევრად უფრო მეგობრული სიტუაცია. ისეთი რაღაცა მოყევი, რომ რა ვერ გაიხსნებოდი. ხო, ბევრად უფრო მეგობრული სიტუაცია დამხვდა და აი უკვე ბოლოში რომ მოვედი, ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობ თავს რა. მახარას ეშინიათ ხოლმე სხვათა შორის უფრთხე ახლა ჩემ აჩი ვინმეს უთქვამს რომ კალას გამო ვერ მოვა პოდკასტშიო? არ ეგეთი პრეცედენტი არ ყოფილა. ბაცუცი რო ქვია, რატო უნდა შეეშინეს ვინმეს? ხო და ესა და მე მიყურებს და იცის რომ ხო კი ბატონო. მაგრამ რატო ტოვებ ხოლმე ვიღაცების თვალში რატო ტოვებ ეგეთი შტაბეჭდილებას? ეგ არის უცნაური. იმიტომ ისინი ბოროტები არიან. არა ხო არა. პირდაპირია და იმიტომ. პირდაპირია ხო, მართალი ხა. აჩით პირდაპირი იყო და ბოღმები და არა ისე ხანდახან პირდაპირობა არ ვარგა. კაი ბიჭო, გააჩნია. მე ყოველთვის ეხა ვიღაცა შენთან არა, შეიძლება ადამიანთან ვიღაცასთან დაიცვა ეგ წითელი ხაზი, მაგრამ რავი უცხო თუ არის შეჭება. პირდაპირ ადამიანს ეუნები რომ არ ვარ გიხარ და საშინელ რეკლამას აკეთებ. მე გადაცემაში რო პატიჟებ და რო არ მოდის, რატო უნდა გიკვირდეს? ეგეც რო გითხრა. არა ბიჭო, რა ეხა მე რო ეგ მითხრას ვიღაცამ, მივალ და იქვე რა მიყვალ შეჭება არსად არ და სამარილეზე გითხრას, ეხა მოდიო და არ მსალიაო. მეტი ახალობა უნდა გითხრას, მაგრამ წელიწადში 3 ჯერ შეიძლება სტუმრად ვიყო სადმე. რატო არ შეიძლება? ცოტა გამოყენებულად გძნობ მე თავს. მე ძალიან კაი, არა საქსია მომებს. არა შეჭება. სხვათა შორის ძალიან კარგ რაღაცას გეტყვით, მე ხო კლუბით კომპანიაში ვარ და ესე კლუბსაც ვაკეთებთ ხოლმე, ხალხს რომელი კრეატორი მიაჩნია სანდოდ. და ყოველთვის პირველ ადგილზე არის საეჭო ხოლმე უმეტესობა ასახელებს საეჭოს და ოქტოპუსსაც სხვათა შორის ძალიან ხშირად და ტიკტოკერები და ნაცკა სახელდება ძალიან ხშირად. ანუ ადამიანები მიჩნევენ სანდოდ, ხო? ხო, ანუ აი როცა ბრენდს აინტერესებს რომ ვითან დაიჭიროს ურთიერთობა, ანუ ძალიან ბევრი ამბობს რომ მიუხედავად იმისა რომ თემა შეიძლება არ შეესაბამებოდეს საეჭოს, მაინც რომ რასაც ამბობს ყველაფერი სანდოა და ხო, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად ვეთანხმებ, მე מחარას მე და აჩი იმიტომ ვატორმოზებთ ხოლმე რომ უბრალოდ ფორმა მოინახოს საყვედურის თქმის თორე რას ამბობს ახლა აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ფულს რო იხდი რაღაც სერვისში, მეც და შენც რაღაცა გავაკეთებ, ან პროდუქტი რო გამოუშვათ და წუნიანი რო იყოს, ვიღაცა ტიპი თუ დაგვაჯობს, მართლები იქნებიან რა უქნა ახლა. მაგრამ მიზანი მართული არ უნდა იყოს რა, ფული გავიღე იმაში რომ, იმიტომ რომ ეგეთ ადამიანები არსებობენ სამწუხაროდ. ეგ ტელევიზიაში იყო ხო, ფული აიღო და გააშავე და ბევრს დაურეკია ჩვენთვის. ტელევიზიაში იყო რა ბიჭო, ვინმეს რა სისულელებს ლაპარაკობ. კომპანიებზე გეუბნები. არა, ტიპების ამას. კომპანიებზე ხო? აი კომპანიაზე შეუძლია რომ ფული აიღოს და მივიდეს და იმაზე ცუდი თქვას რა. ჩვენ რო გავაკეთეთ რამდენი პიცერიაზე დარეკეს რომ ვინ გადაიხადა ფულიო ჩვენ გაშავებაში, ანუ გონიათ რომ YouTube-ზეც ეგრეა. და ავი რამდენი საყრი რაღაცებს არა ისე ვის დრიბლემ დუაზეზე გადაირია ხალხი ელოდა მე მგონი ყველა რომ ჩაჭერა იქ ბევრი იყო კომენტარი მაგაზე მართალი. კარგი ალბათ ხواشი. ძალიან კარგად მივხვდით რომ მათში არ იყო ეს თავისზე რა მოუღია ეს ნახე რა ეს უბადრუკი ეს თავისზე რა მოუღია კომენტარი დავით ხა მომოკრეთ ახლა ნახე ძალიან კარგად მივხვდით რომ აჩი არ იყო აჩი welcome back აჩი კაი ანუ არავის არ დაუწერე რა აჩი სად არისო და ეხლა რაღაც კომენტარი ხომ უნდა ყოფილიყო რა არ ვიცოდი ეგ კომენტარი ჩაგდა. აუ ძალიან სურპრიზი. აუ აჩი რა გაოცებული სახია მეგობრებო მე თქვენ ვერ ხედავთ აჩის რომ აი ვაიმე კალა რატო დამკვიდრდა როგორც კალა და ლუკას რატომ არავინ არ ეძახის კალას? ეგ ძალიან დაჭრილი შენი. აი ეგ უკვე ფილოსოფიური შეკითხვა. აი ფილოსოფიური შეკითხვაა. აბა რატო შენ მოიპოვე დომინანტობა მანამდე და ეხლა შენ ჩლის ქვეშ მოუწევს ყოველთვის ლუკას. მე საფხულში კარგია. არ არის ეგრე. ანუ რაღაცინებს. იცი რა არის? ძალიან.
როცა არის 5 ძმა რო არიან და 10 ძმა სიტყვაზე რა ხო არ ყველას აქვს განსხვავებული მეტსახელები შენ ყავს დედამისი მამის მხრიდან 3 ხო და კლიჩკა გოგოებს ნაკლებად აქვს ხოლმე კლიჩკები იცი რა არა კი როგორ არა რაღაცა ეგეთი მიძახდნენ სუხოსაც, სუხიტასაც, სუხვარდისაც. აჰა. მაგრამ ჩემ ძმებს დადას ნაკლებად, იმიტომ რომ ჩემი სახელი ძალიან გავრცელებული რო არის, ალბათ ურჩევნიათ რომ ეს რამე დამატებით სახელი შემორქვან და ჩემ ძმებს მაგალითად ივანი და ნოე ისეთი სახელები აქვთ, რომ თან მოკლე სახელებია, ნოე ხომ მოკლე მაგეყენოს. შენი ხუმრობა იყო სასწაული ხა, ანუ გაგლიჯე. არა მე გამეწია შესაძლოა საფხულში კაია არაფერშია შეიძლება მაგას გამეცია ძალიან ლუკას თავიდან ლუკა იყო პატარა რა ავხსნათ ლუკა იყო პატარა ტანით ეხლა სხვაობა ჩვენ შორის დიდი და მე მით უმეტეს როცა ვიყავი 5 წლით დიდი და თან ეგ იყო რაღაც 3 წლის კიდევ უფრო დიდი იყო ეს ისა ქვია დისბალანსი და ეძახდნენ ხოლმე ხან წერტილას ხან კნოპკას ხან რაღაცა პატარა იყო ხო და მე ვარიაციები შეიძინა ყველაფერმა და კნოპიჭა გახდა ანუ ხშირად კნოპიჭა არ არის კნოპიჩას ეძახიან ხოლმე და არა კნოპიჭა არის ან ჭ ჭიყო კნოპიჭა მე დარჩა შეიკვეცა და კნო всё მარტივად კნ ხო და ყალა ეხა რა ვიცი ეხა წაეს კლიჩკა წაიღო მე რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა ჩემაც არა მაგრამ აი ბოლოსკენ შეგვიძლია ნელა გავუგებთ ბიჭებო ზაფხულში გააკეთეთ საზღმარგარეთ გასვლითი გადაცემები ბეცოს მიმართავთ რა არის ეგ ცუდი იდეა ხო კი რა ჩავიდეთ ხოლმე 4 დღე გადავიდეთ აუცში რო გავაკეთოთ ჩვენ ისე მე შენ თათა საზღვარგარეთ გამიჭირდა თუ ამძღნერდი მინდა რომ გამოგცევა შემეძლოს იქ იმიტომ რომ შენ თუ ამძღნერდი მე ძალიან რთულია აღარა ბოდიში მე მაშინ დიდი შეცდომა დავუშვი და ბოდიში მართალი ხარ დიდი შეცდომა დაუშვიო ბიჭო პატარა კი არა მართლა ეგრე ფიქრობ კი არასწორი იყო არასწორი იყო არა პირველ პილში ვთქვათ მე ეთქვა ბასტოზე ვთქვიო არასწორი ვიყავი ხო ეს ახლა იცი რა მოხდა ანუ არა კიბეზე ქვემოთ ჩამოდიოდა מחლა და ჩატყდა ეს ფიცარი ერთ-ერთი და ჩამოვარდა ქვემოთ და მოკვდავებში გაერა არასწორი კი არ ვიყავი უფრო სწორედ ხო არა კარგად თქვი გიორგი ნუღა შევალამაზებთ დიდი მადლობა და ხო წავიდეთ სადმე რა წავიდეთ ნორიოში ძალიან მაგარი ია ბევრს არ გამოკართოთ იმაუსში მართლა გაგვიტარა კამპინჯური აუზით რა მოვითხოვ კალამაც დაისვენო ცოტა ხანი თორე ისევ დეპრესია ეწყება დასვენებულ ხო ეგ მართალია ეს დეპრესია ეწყება დასვენებულ מחარას ვერ უძლებსო წინაზე ძალიან დამხალე რაღაც პოდკასტების მე მივდივარ და წევარ უბრალოდ და ვერ ფიქრობ რატო ვარ დაღლილი და საღამოთში ტატო არის ადამიანები გეუბნებიან რომ რას აკეთებ ხა იქ მართლა არც არ ვაკეთებ ხო არ მოვდივართ დავსხდებით საუბრობთ და მაგრამ მიუხედავად მაგისა ანუ ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ხოლმე იმას მე გეტყვი აი მე მაგალითად სინათლებმა ძალიან დამყალა სინათლებმა შეგარი თუ გამოვხდეთ და ესეო თეთრებშია თან ძალიან მიყვარს თეთრი ფერი რა გავაკეთე მაგაკ შესახები ცოტა არც ეხლა შებიჭო ვერ დაუმტყვი არ არიან რა ჩემ ბარბერი და ვერ მივდივარ და აქედან მეთქი წავალ მეთქი ამან ის მოათრია აი ბოლოსკენ გავიდეთ ერთი რაღაცა მინდა რომ გითხრა შენ ბიჭო რაღაცა მეც ეგ პრობლემა მაქვს და შენც ეგ პრობლემა გაქვს რაღაცა ტემპი დავაგდეთ რა ისე YouTube-ზე რა დაცხა შეჩემა რა მართალი ხარ ამიტომ დასვენება გვესაჭიროება არა დასვენება ეხლა არ დაგვისვენია ამ ეხლა ცოტა ჩვენც ჩაგვე ხო რა ხო კაი თან ეხლა რაღაც შემოტევები იყო და მაგაც იმოქმედა ეხლა ცოტა ზაფხული თან სიცხეში ბიჭო აი ფიზიკურად თუ ვერაფერი რა იცი რა არის აუზი რომ მოგესწრო და ეგ დაღლილი არ იქნება აუზი მაქვს რა აუზია გასაბერი შეჩემა არა რა ხო და ის გასაბერი 6 მეტრი არის შეჩემა პატარა კი არა მაგას მეუნებოდი 6 მეტრი ეგონა ჩადგა ქვემოთ არა ხო იცი ეგ თუ გამოვიდო რაღაცას გაკეთდება всё არა შეჩემა ანუ აკეთებინებ აუზს უნდა გავაკეთო მე უნდა გავაკეთო ცოცხალსაც და უნდა ხალხს ვანახო რა იაფიდება რა ცინებს ბიჭო ის დებილია რა უნდა გავაკეთო ბიჭო
რას ეგ ტყუილია, ბიჭო, ტყუილია. კაი, აუზ მე დიდისია დედასპიცა ვარ, აითა ერთ წამს არ გადავახვევ ისე უყურებ აუზის მშენებლობას შენ. ეგ არის ტყუილი. პომპები გინდა და მორჩა შეჩება. კარგასი. ბეტონი. ფილა უნდა დააგო შიგნით თუ ბეტონში უნდა იბანო. არა, უნდა გადააგო. მან პატარა ის უსო რაღაც არასოდეს რომ გააკეთე, ერთი რაღაც გაგეპაროს, აი ერთი შეცდომა რომ დაუშვა, всё, ჩათვალე რომ მორჩა, ვეღარ გამოასწორებ. ერთი წყალი თუ გავუშვა, იმან აი სხვადღაც გაძურა, იმან ის გაიკეთა, კარგად იყავი. გადასაგდებია შენი, ამოსავსებია, მიწას მოგიტან თუ გინდა. და ჩავყაროთ მე. ისე უგნებ, ბიჭო. შენ. ჩემ აუზს უნდა გააყაროს წყალი და შენი აუზი კარგად მუშაობს. ბიჭო, ნამყოფი ხარ, შიგნით ჩახვედი? ბინზურში ვერ ჩავა. ბინზური არ ყოფილა. ბინზური შენ ხარ. რაღაცები დაცვალა. კაი, ბოლოსკენ გავედით. მარიამს უდიდესი მადლობა და ბევრი წარმატება უსურვოთ. პირიქით. მე შენ აუზს შევეწყოს და შენ მემაყე. შემაჯამებლად ვთქვათ ერთხელაც. მაგრამ იმედი გააქვს. მაქვს და ჯერ არა. უბრალოდ აი პროცესი არის ძალიან სტრესული. მაგრამ აი ვიცი რომ წავალ. კალა ჩაერთო საქმეში. ჯერ ეს კალა ჩაერთო და. იმედია მე თავარი კალაც ჩაერთო. თავარი კალა იქნება რომ ამაღა გაგწრები ხახე. იმედია უყურებდი ამას. იმედია. მართლა თავარი კალა ჩაერთება და აი გეფიცები ეგრე ძალიან არ გამისწორდება არაფერი რა. თავარი מחარა იცი ვინ არის? ბიძინა מחარაძე. აი ეგრე. ხო, მოკლედ, ჩვენ თუ რამე დაგეხმარებით აგერ ჩვენს გვერდში გვიგულე ყველანაირად. არაფერი ჩვენი ეთერი ასევე მნიშვნელოვანი ნათია. ასღის რაცხალე. კემბრიჯში არ თქვა ამას რო უყურებ, მაინც, იმიტომ რომ ეს ფული შევა უკან გამოგატანო. ეს სამკაცრო გამოაწერინე ჩემი არხი, რომ this is დაბული მთელ კემბრიჯში. this is my friend this მაინც ჯობი, მე ჩემი მithქვამს, რო ჩახვალიქ და აბა იქ გაჩვენე იქ იუთუბერები ვის უყურებ. מחარას ნუ აჩვენებ, იმიტომ რომ მაინც მინდა რომ შენზე შტაბეჭდილება არ კემბრიჯში? კემბრიჯში. ხომ არა ბიჭო, შენ გაგ ამერიკული აქცენტი. და ბრიტანეთში ვერ გაიგებენ მაგას. ანუ ცოტა თუ იმუშავებ, და შეიძლება. ქართულად ჩავწერ. მეცონს ვთხოვოთ, რომ ჩაგვიყვანოს იქ და იქ ჩავწეროთ, რომ ჩაბაეს იქ რო იქ რას შვები და რას ვაკეთებ. ხო. გადამოწმებაზე რომ ჩავიდეთ. კაი, დონაციის ლინკი აღწერაშია, შენი კონტაქტი აღწერაშია, ყველანაირად გისურვებ წარმატებას და კიდევ თუ რამე შეგვიძლია რომ გვერდში დაგიდგეთ, შენს გვერდით ვართ მოკლედ ყველაფერში. აი ძალიან დიდი კომუნამ თუ მადლობა. ეგ შევძელით, აი აბსოლუტური კინოთეატრი. დაიხურება კინო. კაი, ჩვენ კი ამით დავამშვიდობოთ. მაყურებელს შემდეგი სტუმარი უკვე ვიცით, შეგვიძლია დავაანონსოთ? კი. კი, შეგვიძლია. კოშკი ნუკელიშვილი. აი, ისეთი იუმორის ტალღაზე იყავი, რომ ეს დაძლევა. შენიც არ იყო კაი. აი, მე დავიწყე. მე გიბიძგებ აქეთკენ აი, ეს მივაწექი მაგე. ნუკი კოშკელიშვილი იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი. კოშკე ნუკელიშვილი, არა, უფრო კაი, არა. კი, ეგრე წარადგინე, რომ მოვა ეგრე წარადგინე.